სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროებო პოდკასტი არა სერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი არის აჭარაბეთი. დღეს უნიკალური პიროვნება ჩემი სტუმარი. შეიძლება იგივე ესე ითქვას რომ საქართველოს ყველაზე დამსახურებული ცხვირი, ყველაზე მგრძნობიარე ცხვირი, შეიძლება ეგეთი რაღაცა. სულ სივრცეში კი. ხო, შეიძლება. მაშინ ვიტყვი, ყველაზე დამსახურებული ცხვირი, ცხვირთათო შორის გიორგი ფოცხვერაშვილი, ხო სწორად? ფოცხვერაშვილი. კი ბატონო. სომელია სწორად ჟღერს თუ რაღაცა სკვერცხობას ვამბობ. ერთ-ერთი რეგალია ეგ არის რა, სომელია. სომელია. მაგრამ რეალურად სომელია არის, ანუ ზედმეტად არასწორად იყენებენ ხოლმე მაგ ტერმინს რა. და მასწავლე მე გოიმს როგორ უნდა. ღვინოში არის ხოლმე ჩართული, ყველა გონიათ რომ ეს სომელია არის რა, უოჭა. ღვინოს სინჯი აქვს სომელია არის. რეალურად სომელია არის ტიპი, რომელიც ღვინოს გირჩევს ან რესტორანში, ან ღვინის ბარში, ანუ აი სერვირებას რო გიკეთებს და კერძთან შეხამება და ეგ ტიპი არის, ანუ სერვისში ვინც მუშაობს, ეგ არის სომელია რა. ჩვენ კრებით ფორმატ ვაქციეთ ესე იგი. ნებისმიერი ღვინის ტიპი ხა სომელიად მოიხსენიება, მაგრამ სომელია ხო. შო, ეგ არის კი. შერასული ხა. ბოთლი ვახსენეთ, საჩუქრით მოვიდა ძმამ. კი ბატონო. მითხარი რა არის ეს? ეს შეფუთვა ფანტასტიკური. მოგწონს ხო? ძალიან ლამაზია. ხო, ნუ ჩანაფიქრიც ეგ იყო, რომ ძალიან უცხო, არა ტიპიური და ვიღაც შენ აწარმოებ, ანუ? ეს არის იმენა ჩემი ღვინო. მანახე, რა მაგარია. ვალა. ეს არის მოუბარი. ხო? საფერავი, ნახევრად ტკბილი. იყვარს. აი, მაგდონეზე ვერკოვი, კი. ამას ქვია ღვინის სამყაროში ნეგოციანტური ღვინო რა. ანუ ნეგოციანტური ღვინო. მაგაზეც ვისაუბრებთ რას ნიშნავს გონშია რა, მინდა ყურადღება გავამახვილო ეტიკეტზე რა, რომელიც ულამაზესია. ეს დიზაინი ვისია? ეს არის გიორგი ღუდუშაურის ნამუშევარი. გიორგი ღუდუშაურო ფანტასტიკურია. ანუ ულამაზესი არის მართლა საფერავი. ეს ჩემს კოლექციაში მესახში მინი კოლექცია მაქვს, მოდი ესე იყოს. რამე ისე დღეს გავხსნი რა, მე დიდი სმით არ გამოვირჩევი კონკრეტულ ღვინოებს, კონკრეტულ დღეს ხსნი ხოლმე რა, რატო რამე მოუვა? არა, არაფერი, უბრალოდ ხალხი ხშირად ინახავს ხოლმე ღვინოებს, რომელიც ანუ მოსახმარია რა, ანუ არ არის შესანახი რა, ანუ აი ეს შაბლონი ხო არსებობს რაღაცა, რომ აი რაც უფრო ძველია ღვინო, მით უკეთესი რა, ანუ ეგრე არ არის. კვერცხი შაბლონია, არ არის სწორი? მართლა? აბა რატო ღირს ახულიარდი თითო ღვინო რაღაცა 1912 წელს გამოშვებული? იმიტომ რომ ის არის ძალიან მაგარი რა, ის კონკრეტული მოსავალი, იმ კონკრეტული მწარმოებლის თორე ეხლა ბაზარზე უმეტესობა ღვინოები არ უნდა დავარგო 90% 2 წელი და всё რა, ანუ აი რეალურად ხარისხში ქვემოთ მოდის, კი? არ უნდა შეინახოთ, განსაკუთრებით არ უნდა შეინახო, ეხლა ეს ხო თქვი რომ ნახევრად ტკბილი არის რა, ეს აი 1 წელი მაქსიმუმ 2 წელი და უნდა მოიხმარო რა, ანუ ეს მოსავალი რაც არის ხო? ეს ეხლა 20-24 წლის მოსავალია, შემდეგ წელს უნდა დაილიოს. მაგას რატო არ გვეუბნებიან ყიდვის დროს? ეგ ხო კარგი რჩევა იქნებოდა? კი, გაჩნია სატყიდულობ რა, აი სავარაუდოდ, ეხლა მაგალითად შე რომ სადმე ესეთ ადეკვატურ მაღაზიაში მიხვიდე რა, არა მომიტევით, მაგრამ სპარში და რაღაც ქსელურ მაღაზიებში, სადაც ანუ არავინ არ დაგეხმარება და ვერ დაგეხმარება, ხო? ნორმალურ მაღაზიაში რო თქვა რომ აი მე მინდა რომ რამე ღვინო მინდა რაც დიდხანს გაძლებს და შევინახავ რა, ანუ არავინ არ გაგატანს ნახევრად ტკბილ ღვინოს რა, პირობითად ვამბობ. გაგატანენ ისეთ ღვინოს, რომელიც შეიძლება პირიქით ეხლა არ არის მისართმევად მზად და ეგეთებიც არის, ეხლა არ გახსნა ჯერ მზად არ არის. აი შე რო თქვი ახულიარდი ღირს და 1940 და რაღაც აი ეგენი სავარაუდოდ კი არა და უეჭველად თავიდან არ იყო მზად მისართმევად, უბრალოდ აი ადრეულ ასაკში რო სინჯავენ ხოლმე რა. ხო. ღვინის კრიტიკოსები მაგალითად რა, ისინი ხედავენ მასში პოტენციალს და ამბობენ რომ აუ ეს არის ძალიან მაგარი, ოღონდ დალიეთ 15 წლის მერე რა. და ანუ წარმოიდგინე იმის ფასი უკვე მიფრინავს, იმიტომ რომ ვიღაცა სერიოზულმა კრიტიკოსმა თქვა რომ ეს ღვინო ძალიან მაგარია და 15 წელიწადი უნდა დაელოდო იდეაში რა, ანუ ესე თუ გინდა რომ მისი ასე ვთქვათ, აი peak form რო შეიცნო ეგ არის რა, უნდა დაელოდო რა. უყურე ხა შენ თქვი რომ ვიღაცა დერსკმა კრიტიკოსმა თქვაო რა, სიტყვაზე. ხელოვნება არის სუბიექტური რა, რაღაც ამბავში, აი მაგალითად მხატვრობის ასპექტი რო ავიღოთ. ძალიან ყვირი ვარ, აი ეს ხო, ეს რა მაღრიალებდა. ეხლა მივხვდი რომ ყურში 9 ექო შემომდის და აბა თქვი რამე ვამბობ? ვიმე, აბა კიდე ესე რა. ხო და რაღაცა ნახატი სიტყვაზე, რა თქმა უნდა. ჩემს მოიტანს ეხლა ჩემი ოქროკაც დააგვიანა, მაგრამ ხმას თუ გაიგებთ კარის გაღების გოჩის არის. უყურე სიტყვაზე რაღაცა ნახატი
შეიძლება ვიღაცამ თქვას კრიტიკოსმა რომ ეს არის გენიალური და გაიყიდოს ჩემი საყვარელი თქვა ახულარდად. თუმცა მისი ობიექტური ღირებულება 12 ლარი იყო. სიტყვაზე ვიძახი. ღვინის სფეროში შესაძლებელია მსგავსი ნონსენსი მოხდეს? იშვიათად, მაგრამ დასაშვები არის კი. ანუ ხანდახან არის მაგალითად ღვინოებს ვაფასებთ 100 ქულიანი სისტემით რა. დაახლოებით 85-ის ქვემოთ ჩათვალე რომ ანუ გეუნება ადამიანი რომ არ იყიდო. არავითარ შემთხვევაში რა. 85-ის ქვემოთ? 85-ის ქვემოთ აზრი არა აქვს. რა ანუ აი ცოტა უაზრო ჟღერს მესმის რა, ამდენი ქულა. რატო წვალო? ხო, დაამოკლეთ რაღაც. მაგრამ ნუ ეგეთი სისტემაა რა, ცოტა ისეთი კარგი გაგებით ძველმოდური სამყარო არის ღვინო. ხო და ამ 100 ქულიან სისტემაში რა, ანუ ვიღაცამ შეიძლება რომ შეაფასოს 100 ქულით. და მეორე კრიტიკოსმა თქვას რომ არა, ახლოსაც არ არის 95 და 95-სა და 100 შორის ძალიან დიდი სხვაობა არის. აი ძალიან დიდი სხვაობაა რა. აი მე უკვე 90-ზე მეთროადი ხარ, რეალურად თითოეული ქულა ძალიან ბევრს ნიშნავს რა. და ხდება ეგეთი ამბები, მაგრამ ისე რომ ფუ ეს რა ღვინო არის 100 ქულა ამას როგორ მიცა, ფუ არ იქნება რა. ანუ მაინც ძალიან მაგარი ღვინო იქნება, უბრალოდ შენთვის 100 ქულიანი არ არის. და 100 ქულას უწერენ როგორც წესი ისეთ ღვინოებს, რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი ემოციური ფაქტორი. ანუ გარდა იმისა, რომ ღვინო აბსოლუტურად გამართული არის და ძალიან მაგარი მრავალფეროვნება აქვს, გემრიელი არის, დახვეწილია და მთელი ამბები, აი ემოციური უნდა იყოს რა. ანუ მაგის გარეშე, ანუ აი არავინ არ წერს 100 ქულას თუ რაღაცა აი ძალიან სენტიმენტებისკენ და რაღაცა აი ეგეთი შემძრელი ღვინო თქვა იქნება რა. თორი რაც აქვს სიტყვაზე? აი შენ მაგალითად მიირთვი რაღაცა რა და შენთვის პიროვნულად ის იმდენად რაღაცნაირი იყო. ანუ აი ღვინო ძალიან ემოციურია რა, რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება რომ ღვინომ გატიროს რა. ანუ მართლა, ანუ ამას და არა სიმთვრალე. არა, არანაირი სიმთვრალე. იმენა ფხიზელი ხარ აბსოლუტურად, სინჯაო და აი რაღაცა მოგერიოს რა, აი შენთვის ძალიან ემოციური იყოს რა. ანუ სიტუაციას მაქსიმალურად ცდილობენ ხოლმე რომ გამორიცხონ და ძალიან ესეთ როგორ თქვა, აი ნეიტრალურ სიტუაციაში სინჯავენ რა, რაღაც ოთახი, თეთრი, კარგი განათებით რაღაცა ეგეთი. მაგრამ აი ეს ემოციური ასპექტი უნდა კონდეს, აი უნდა აი ესე გაიწულოს რომ ესე მიიღუდო და ვაუ. აი დუმარება უნდა გაიწულო. მე ესე წარმომიდგენი, იმიტომ რომ მე პირადად გულსხმელად ვამბობ 100 ქულიანი ღვინო, აი რომ სხვას გაესინჯოს და ეთქვას რომ ეს 100 ქულიანია. ეგეთი ღვინო არ გამისინჯავს ჯერჯერობით რა. მით უმეტეს ქართული. ბოდიში ვწდები, გამისინჯავს 1-2 რა, რომელსაც მე პირადად არ ვეთანხმებოდი. ნუ შენ 100 არ დაუწერდი. ხო, მე 100 არ დაუწერდი, მაგრამ ნუ ეგეთი ძალიან მაღალი დონის ღვინოები გამისინჯავს და ნუ დაახლოებით ხვდები რატომ შეიძლებოდა რომ ვიღაცას ჩაეთვალა რომ 100 ქულიანი არის რა. მან ცოტა ის მომენტიც არის რომ აი თუ აკვირდები ესე ტიპებს რა, ღვინის კრიტიკოსებს რა, ისიც უნდა დაამუღამო რომ აი მე ამ ტიპს უფრო ხშირად ვემთხვევი გემოვნებაში და ამისი პალეტი, ანუ გემოვნური, ასე ვთქვათ, შეფასებები უფრო ჩემთან ახლოს არის, ვიდრე ვიღაც სხვა ტიპის რა. ვიღაცას მე ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, ვიღაცას უფრო მეტად ვაქცევ ყურადღებას. ეს მაინც სუბიექტური შეფასებაა. სუგუბა ავტორიტეტზე დაყნობილი შეფასება არის რა. რაღაც მხრივ კი, მაგრამ ნუ ისეთი რაღაცა როგორც უკვე თქვი, არ არსებობს რომ ვიღაცა მაგარმა კრიტიკოსმა თქვას რომ ეს ძალიან მაგარი ღვინოა და ეს ძალიან მაგარი ღვინო არ იყოს. მაგარი ღვინო იქნება, ოღონდ რამდენად მაგარია და რამდენად აი ხო ხტები, აი მანდ იქნება სხვაობა რა. ვიღაცისთვის იქნება აბსოლუტურად ძალიან მაგარი ღვინოა, მაგრამ 100 ქულა არა. აბსოლუტურად გენიალური ღვინოა, მაგრამ არა 98, არამედ 95. კი, აი მან ხო ხტები უკვე ინდივიდუალური სხვაობა, მაგრამ ისე რომ ფუ ეს რა სისულელეა და აი რაღაცა ვაფშე ღვინო არ არის, კონიაკია ხო. რაღაცა ბანძობა, ეგეთი რაღაცა არ იქნება, მაგრამ ნუ იმედგაცრუებები მაგ ამბავში მაინც არის, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დიდი სხვაობა რა, აი თუნდაც 98-ს რო ელოდები და შენთვის რო იმენა 94-15-ია რა, დიდი გეფი არის რა, ანდრა ის საინტერესო შეფასების სისტემა არის ხა მაგას ვიკრიბ. უყურე, ბევრი კითხვები წამომივა ზედაპირული მაპატია, რადგან გათუცნობიერებული საერთოდ არ ვარ. ზოგადად სმელიც აი ესე ვარ, პრაზნიკამ რო ეძახიან, ხო იცი, მოწრუბე, ღვინო მიყვარს, წითელი და ვისკი. რას მომხდე ესე? აი ეს რა თქვი, საფერავი მიყვარს იდეაში. მაგდონეზე, ხო იცი რა დონეზე ვერკვი რომ შეხედავ და წითელი. აი ამ დაახლოებით აქ ვარ, საფერავი მიყვარს, ხვანჭკარაც მიყვარს ძალიან. არა წითელი ღვინოები და რა მუკუზანი მიყვარს. მუკუზანი მევასება. მუკუზანი საფერავია, პროსტა მუკუზნის კონკრეტული ზონიდან, ტერიტორია. აი გონში არ ვიყავ. აი ეგ მიყვარს.
პაპა ჩემის ღვინო მიყვარს. ოღონდ ისა ქეიფო ღვინო ხო სუფრის ქსანში ქართლში რა. ძალიან გემრიელი ღვინო, ჩინური. ძალიან გემრიელი ღვინო არის. აი ეს всё რა, რო გითხრა რაღაცა განსაკუთრებული, ალბათ გამისინჯავს, ან მახსოვს ჩემ ცხოვრებაში სიტუაციები, რაღაცა ფესტივალები იყო, რაღაცეები, რომ შენაირი მცოდნე ტიპები ყოფილან, რომლებიც ანთებული საუბრობენ რაღაცას. და მე პროსტა იმიტომ რომ იდიოტი არ გამოჩნდა, ხო ნამდვილად ვიზარდი. ეს ხომ ბურგუნდის მეფის ხელშია ნამყოფი და რო სოდა ფიქრობ, აი აქედან გამომდინარე კითხვა მაქვს. ორი შეფასების სისტემა. ალბათ დილეტანტები, ვინც ჩემნაირები არიან და რო გიყურებენ ფიქრობენ რომ ბიჭო, რას ბაზრობს და მეორე შენი მხრიდან ჩემნაირების დანახული რომ გენანება ალბათ ხო რომ აი ესე დღვინო სიტყვაზე 100 ქულიან შენ რო შეაფასებდი ვიღაცა გიორგა ვარდოსაინძე მოკიდებს და დალევს და იტყვის რომ წავა რა მაგიდე დავატირე აი მაგდროს როგორ ხდება აი გული არ გწყდება მე თვითონ გულახდილად რო თქვა ანუ აი ეხა ადამიანებს ვისაც ვიცი რომ ესე დიდად არ ესმით კი მინდა ხოლმე რაღაც კაი რაღაცები გავასაუბრო მაგრამ აი ძალიან უბერ კარგი რაღაც თუ მაქვს ანუ აი მე აზრი რატო გააფუჭო ხო რატო უნდა გააფუჭო ცოტა ვიზოგავ იმიტომ რომ რაღაც ზოგადად ეგრე არის რა ღვინოში ანუ მეც გავიარე ეგ ეტაპი რომ თავიდან რაღაც ღვინოებს ისევე რო ფასებდი როგორც უნდა დამიფასებინა რა ანუ გერმანიაში ვსწავლობდი 1 წელი და იქ დაიწყო რეალურად ჩემი ეს გაგასწრება ხო აი ზუსტად რა იმიტომ რომ დედას ვიცავ რომ მე-3 კურსის მერე წავედი და აი მაშინაც კი ხანდახან ეჭვები მძალავდა რომ ცოტა ბულშიტ სხვა რუბერავენ ტიპები იმიტომ რომ მე არ ვიყავი იმ ადგილზე დედას ვიცავ და როგორი ცუდია მაქსპეროში რაღაცა სიტყვებიან ეს ნაბოზი აი რაღაცა იმ მომენტი აქვს რა და მე უკვე აი რო განვითარდი და ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილ ტიპებს რო უსმენდი და აი ეგ ძალიან გეხმარება რა ეხა შენ რო ჩემთან ერთად სინჯო აი რაღაცა თვეების მანძილზე რა ანუ უეჭველა დაიხვეწები რა ანუ აი შანსი არ არის რო არა რა რამე აი მართლა დაზიანება თუ არ გაქვს ან ცხვირის თემაში ან პალეზე ანუ შანსი არ არის რო არ განვითარდე რა ანუ სურვილი თუ გაქვს რა ხო და ესე მოხდა და ესე ხდება რა რაც უფრო მეტი გესმის მით უფრო მეტად აფასებ რაღაცეებს მეც შეიძლება დღესაც დაუშვებ მაგას რომ ვიღაცა ძალიან რა ვიცი 40 წლის გამოცდილება რო აქვს ტიპს ეგეთი კრიტიკოსი რაღაც ღვინოზე რომ ამბობს რომ ეს არის გენიალური შეიძლება მეც ვერ ჩავწვდე დღეს იმასთან არ გამიგვიდება ანუ ასაკთან ერთად შეიძლება ასაკი გამოცდილება ცოდნის სხვაობა გვაძლევს სხვადასხვანაირ აღქმას და არა ფიზიოლოგიური ამბავი რომ რაღაცა რეცეპტორები ასაკთან ერთად რეალურად ძალიან შენ შეიძლება უკეთესი მონაცემები გქონდეს ვიდრე მე უბრალოდ შენ უნდა გაავარჯიშო შენი გონება რომ ანუ რაღაცას რო ჩატნოსავ გძნობ არომატს ოღონდ ვერ არქმევს სახელს და ეგ უნდა გაავარჯიშო რა ანუ აი მოდი ეგ სქემა მომიყევი რა აი ვიღაცა ეხლა შეიძლება გვიყურებდეს და ღვინის მოყვარული იყოს და უნდა რომ გათვიცნობიერდეს შეიძლება შენი პროფესიის გახდეს სიტყვაზე რა მონაცემია ადამიანში საჭირო ან რა გზა უნდა გაიაროს იქამდე რომ ადამიანმა თქვას რომ მე ღვინოებში ვერ ყვევი და შემიძლია უკვე რჩევის დონეზე გავცე ეს კარგია ეს ცუდია და დავახასიათო ღვინოები ანუ რა გზა გაიარე შენ და რამე ანუ სკილების გარდა ცოდნა რომელიც მოდის შრომით და გამოცდილებით აი რაც თქვი ხა რამე ფიზიოლოგი დიდი ნესტოები რამე ჭირდება არაფერი მსგავსი ვაფშე საერთოდ არაფერი მართლა რამე დაზიანება თუ მე პირადად სამჯერ მაქვს ბავშვობაში ცხვირი გატეხილი ეგ ფაქტორია ანუ არა ანუ ხო ხტები ეგეც კი ანუ მადლობა ღმერთს რომ ეგეც კი არ მიშლის ხელს აჰა გასაგებია ანუ აი სრულყოფილად მაგალითად ამ ზგიდე მაქვს და რაღაცა და პოლიპები და სრულყოფილად ვერ ვსუნთქავ მაგრამ ეგეც არ მიშლის ხელს ანუ ეხა ისეთი ფაქტორები დავასახელე რაც აი იდეაში შეიძლება რომ შეგიშალოს ხელი ხო ანუ ძალიან ისეთი ფიზიკური რაღაცა რომ ნაკლები ჟანგბადს ისუნთქავ და ცხვირით ხო მაგრამ ანუ როცა გავარჯიშებული გაქვს ანუ ეს რეცეპტორები რა უკვე ანუ შენთვის არ არის აუცილებელი რომ აი იმასავით რა ქვია დამბოსავით იხრუპავდე ჰაერს რა ცხვირით რა ამიტომ ესე ფიზიკური მონაცემები არაფერი არ არის თავარია რამე დაზიანება ისეთი არ გქონდეს ბევრისგან გამიგია რომ აი პლასტიკური ცხვირის პლასტიკური ოპერაცია თუ აქვთ უჭირთ ხოლმე იმიტომ რომ შეიძლება რომ დაზიანდეს რეცეპტორები იმიტომ რომ ცხვირს სადაც არის შეიძლება რაღაც დაზიანება იყოს და აღდგენას აღარ ექვემდებარება ნაკლებად რა უფრო რა კი შეიძლება განავითარო მაგრამ შეიძლება რაღაცა ფიზიკურად შეზღუდული იყო რა ასე ვთქვათ მაგრამ სხვა შემთხვევაში ანუ აი 90% ადამიანების ყველას შეუძლია რომ ანუ განავითარონ
პალეტი, ანუ გემონური, ასე ვთქვათ, რეცეპტორები და ცხვირის რეცეპტორები. აი ეგ როგორ ხდება? ეხლა მასწავლე განვითარება. ყველაზე მარტივი ახსნა მაგისი არის ესეთი რა, ანუ ჩვენც რო ვსწავლობდით უნივერსიტეტში, ესეთი ფლაკონები არსებობს, ერთ-ერთი მეთოდია რა. ფლაკონები არსებობს, ერთი კონკრეტული არომატი აქვს რა. ნომერი წერია რაღაცა 1-დან 200-მდე პირობითად რა და 200 არომატი გაქვს. ჩასუნე ერთს, ეს ერთი მე უკვე ფუცალზე ნახულობ რა იყო. დავწერე რომ არის მსხალი პირობითად. მეორე იყო, ეს ბოლი არის. მესამე არის ვანილი. და ანუ ესე ყველას ჩაყვები და მე ნახულობთ რა არის რეალურად. და რასაც შეცდები, რასაც ვერ გამოიცნობ და რაღაცა შეაგერევაში, რომ მსხალი ვაშლში აგერია, ბოლი აგერია ტყავში პირობითად და ასე შემდეგ რა, რაღაცები აგერია, მე იმებს თავიდან დაყნორსავ. ანუ ეჩვევი, რომ სათითაოდ არომატი დაიმახსოვრო, და რამდენი ესეთი ბოთულკა სიტყვაზე? შეიძლება 200 იყოს ეგეთი, მაგრამ ანუ 1000-ობით არომატი შეიძლება რომ შეგხვდეს რა, ანუ აი რა სანელებელი, რა ყვავილი, რა ხილი, ბოსტნეულიც არ უნდა წარმოიდგინო, ხის წიწვები, ანუ ყველაფერი შეიძლება რომ ღვინოში აღმოჩნდეს რა. და აქვე გავცემ მეთი არავის არ დავესვას ეს კითხვა, მაგრამ ძალიან ხშირად ისმევა ხოლმე ეს კითხვა, საიდან აქვს ღვინოს ამ ყველაფრის არომატი რა. შიგნით ყრიან ამ ხილს, ამ წიწვებს, ამ იმას, რაღაც ციტრუსებს, ასე შემდეგ. არა, უბრალოდ თვითონ ყურძენი არის იმდენად უნიკალური პროდუქტი, რომ იმის დამიხედვით რა ჯიში არის, რა ნიადაგზე არის მოყვანილი ეს ვაზი, რა კლიმატურ პირობებში არის, როგორ არის ვენახი გაშენებული, რა წყლოვანების არის ვაზი, რა მეღვინეობის ტექნიკები გამოიყენა მეღვინემ, რა ტიპის საფუარით არის ფერმენტირებული, იმიტომ რომ ეს საფუარი ტიპი მიკროსკოპული, რომელიც ჭამს შაქარს და გამოყოფს ალკოჰოლს, ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ არომატების განვითარებაშიც. აი ეს ყველაფერი, რასაც ღვინოში ვეძახით ტერუარს, აი ეს ტერუარი განაპირობებს საით წავა ეს შენი ჯიში. ყველა ჯიშს რაღაცა სპექტრი აქვს არომატების. და აი ამ სპექტრში რომელი მიმართულებით წავა, არის აი ამ ყველაფერზე დამოკიდებული. მე მეგვინემ შეიძლება მუხაში დაავარგოს. ეს მუხის კასრი როგორ არის, მუხის კასრები ზოგადად გამოწვა ხდება. Light-ad არის გამომწვარი, subukad, საშუალო, medium plus-ი, high გამოწვა აქვს, ანუ სხვადასხვანაირი ისინი. ხო, ანუ რაღაცა თქვა წითელი ღვინო არის ჭაჭაზე იყო გაჩერებული ფერმენტაციამდე, ფერმენტაციის დროს, ფერმენტაციის შემდეგ, ანუ ყველაფერი, ანუ ღვინის ხასიათს ოდნავ გადახრის რა, ანუ მეღვინეც რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს თამაშობს მაგაში, მაგრამ რეალურად ყურძენი და ეს ტერუარი, ანუ ადგილი, ნიადაგი, კლიმატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. ძალიან დიდი სამყაროა რა. მერთო რამდენი დეტალია. ყურე ეს შენი ცოდნა უნივერსალურად ნებისმიერ სასმელზე ვრცელდება თუ ყველა სასმელს თავისი შენაერი პროფი ყავს, რომელიც მე ახასიათებს მას. სპირტიანებს ცალკე ყავს ზოგადად. დიდი სხვაობაა? კი, მაინც არის სხვაობა, იმიტომ რომ მე მაგალითად ისეთი მყავს კოლეგა, ვინც სპირტიან სასმელებში არის. სპეცი და იმისგან ბევრ რამეს ვსწავლობ მეც რა. ყველა სპირტიან სასმელს განსხვავებული ტექნოლოგია აქვს, იქაც რაღაცა ადგილმდებარეობას, კონკრეტული ნედლეულის ჯიშს, მის დამუშავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. შესაბამისად, ანუ ჩემი ეს ღრმა ცოდნა ღვინოში არ ვრცელდება დანარჩენ სპირტიან სასმელებზე. კი, იქაც მესმის რაღაცები და პირობითად ვამბობ, ჩემი განვითარებული რეცეპტორები ძალიან მეხმარება იქ, რომ ეს არის, მე შეიძლება მიზეზები არ ვიცი, ან შეიძლება არ ვიცი კონკრეტულად რა არომატებს, გემოებს უნდა ველოდე რაიმე სასმელში, მაგრამ დიდი ალბათობით უმეტესობას დავიჭერ. ხო, რა მაგარი და რა საინტერესოა ბიჭო. ანუ ეხა მივხვდი, პროსტე იმდენი ფაქტორი ჩამოთვალე, იმ ფაქტორებს ალბათ კიდე იმდენი ქვეფაქტორი აქვს. ეხა ის ფრაზა ხომ ფილმებშიც მინახავს და სადღაც ხო ხუმრობის დონეზე, რომ აი ამ ვაზის არ როსინჯო და აი გვერდზე, ხო, ეგ დო ნეხვი. და იმ ნეხვზე ციყვი იჯდა, რომელიც იყო მაკეტ და აი ამას რო გძნობ ღვინოში და ეგ ხო, ეგ მართლა ხუმრობა არის და ანუ ეგ რეალობას ცდება რა, ის ფაქტორი რომ გარშემო ბუჩქი ქონდა მაყვლის არომატი მაგიტო არ ექნება. ანუ გარშემო ხეხილს ესე პირდაპირ გავლენა, რომ კონკრეტულად იმ ხეხილის არომატი ქონდეს, ეგეთი რაღაცა არ არსებობს რა. ანუ ეგ პოპ კულტურის ხუმრობა არის, მოდი ასე ვთქვათ, ხო? შანსი არ არის, რომ რაღაც გვერდზე ბანანი იზრდებოდეს და ღვინოს ბანანის გემო და მაგალითისთვის, აი ერთი კონკრეტული ბანანი რადგან ახსენე, ეგრევე გამახსენდა, კრახუნა, იმერული ყურძნის ჯიში ბანანის არომატი ახასიათებს.
არსად იმერეთში ბანანი არ იზრდება საერთოდ. მეჭი მაგ სხვაგანაც დიდად ახარობს ხო. ხო და აი ეგეთი რაღაცა ბჭყალებში ვიღაცისთვის ლაფსუსები ჩდება ხოლმე რა, მაგრამ რეალური ჩვეულებრივი ამბავი არის რა, ჯიშს აქვს უბრალოდ იმის პოტენციალი. ბევრ გერმანულ ჯიშს აქვს მანგოს და რაღაცა ვნების ხილის არომატი, მაგრამ ანუ გერმანიაში არსად მსგავსი ტროპიკული ხილი არ იზრდება პირობითად რა, ანუ ეგ მაგასთან არანაირ კავშირში არ არის. ირიბად რაღაცა გავლენები რა თქმა უნდა აქვს, მაგალითად ზოგიერთ ადგილას სადაც ძლიერი ქარები იცის აკეთებენ ხოლმე, აშენებენ ხეებს რა, ანუ განაშენებას აკეთებენ ამ ხეების, რომ დაიჭიროს ქარმცველი იყოს რა და ანუ არ დააზიანოს ვენახი და მაგ თვალსაზრისით გავლენა რა თქმა უნდა ექნება ხარისხზე და ყველაფერზე. მაგრამ ესე სხვა მხრივ რომ რაღაცა გვერდზე ანუ ჭორია ხო, რაღაცა გვერდზე ლოკოკინა დააღვაღავდა იცინოდა და ეგ ამის გემო აქვს ეგეთი რაღაცები, ეს არის მითი, ეს არის მითი. ძალიან კაი, თან ვამსხვროთ ახლა. მითი და რეალობის ამბავია. მე დაახლოებით რამდენი თვეა რაც ესე აქტიურად TikTok-ში გიყურებდი რა და ძალიან დამაინტერესა და ამიტომაც გადავწყვიტე ესე რაღაცა სტუმრად მოსულიყავი და ამაზე მელაპარაკა, იმიტომ რომ გარდა პაპაჩემისა, რომელიც რაღაცა ხა მთელ სოფელში არავის არ გიკვირთ რა, ქართველები ვართ, ძირითადად თითქმის ყველა ოჯახს რაღაცა ოდიდგანვე ვაზი, ღვინის დაწურო, ასე შემდეგ, ეს სულ იყო რა და სულ პაპაჩემი მეჩხუბება ხოლმე რომ ვერ გვასწავლა რა, ვერ გადმოგცა ეს, ხო ხტები ინტერესი მაინც მზას მოხმარება გვინდა, მაგრამ ის რო შეეწამლე მისა პაპა მაგის ნერვი ყოველ შემთხვევაში 2-3 კაცს არ ქონდა, შეიძლება ვიღაცას ქონდეს კიდე. ხო და ანუ რამდენად ფეხმოკიდებულია შენი პროფესია, იმიტომ რომ შენს გარდა ესე შეიძლება უბრალოდ ეს გზა არ არჩიეს, რომ რაღაცა TikTok-ის პლატფორმაზე რა ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი არის პოპულარიზაციისათვის და ასე შემდეგ, თვითონ თემის, მე არ შემხედრია. რატო? იმიტომ რომ ცოტანი ხართ თუ რამე პრობლემაა? ცოტანი ვართ იდეაში, ეგეც არის. და იმ ცოტაში ამ ეტაპზე არიან რამოდენიმე ეხლა მაგალითად აი სულ 2-3 დღის წინ ჩვენ ჯგუფები გვაქვს რა სომელიებს რაღაც და ორმა ჩემმა კოლეგამ გამიზიარეს რაღაც რომ აი ყველას გაგვიზიარეს რომ აი YouTube არხი გააკეთეს რა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ანუ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გამოჩნდება რა და იქნებიან აქტიურები, იმიტომ რომ აი მეც ერთი და იგივე თემაზე ხანდახან წერს 3 ვიდეოს რა, აი გავა 1-2 თვე, კიდე დაწერენ რაღაცა რომ ანუ მგონია ხოლმე რომ რაღაცა ეფექტი მოვახდინე რომ ცნობიერება შევცვალე რაღაც კონკრეტული თემი, აი არომატების თემაზე მაგალითად რომ საიდან და ხილსყრიან, აი მაგაზე მინდა რომ ანუ აი ჩემი გადმოსახედიდან იმის მიუხედავად რომ ძალიან კარგად მესმის რომ ძალიან დახურული სივრცეა და შეიძლება რომ არავინ არის ანუ არ ვიცოდეთ ესე რა ცოდნა არ გქონდეს, მაგრამ აი ცოტა იმ პერსპექტივაში რომ ქართველები ვართ და ღვინო იმდენად ჩვენი არის რომ მინდა რომ ყველა მიცოდეს აი მაგ ელემენტარულზე პასუხი რა და მაგ თემაზე 1-3-ჯერ 4-ჯერ მაქვს ალბათ ვიდეო ჩაწერილი და მინდა რომ კიდე ბევრი ვიყოთ რომ იმათთანაც რომ დაისმება რა ისინიც ამ თემის და კიდე ძალიან ბევრი კითხვის პასუხს ცემდნენ რა რომ ანუ მაქსიმალურად მოვახდინოთ ღვინის პოპულარიზაციაც და რაღაც აი know-how-ები, რაც აი უეჭველად ქართულებმა თავისთავად საჭიროა, აბა რა. ხო, აი, რაც ცოტათი ტეხავს რო არ ვიცოდეთ რაღაცები რა. აი, ეგ მაგდონეზე მინდა რომ მივიყვანოთ რა, ეგ ყველაფერი და ნენელა მგონია რომ ხალხი წამოვა. რა, ეხლა ჩემი რეალურად ღვინის, აი, ვიდეოს ვერ იპოვიდი. რამდენი წლის წინ დავიწყე ალბათ საერთოდ აი ვლოგინგის და რაღაც ღვინოზე ვიდეოს ჩაწერა, აი პროსტა რაღაც ალბათ 2019-ში შეიძლება ცოტა უფრო ადრე. და აი ვიდეოს ვერ იპოვიდი, აი მართლა, რომ აი ვინმე პროსტა თავის მარანში რო ვიდეო გადაიღო, ეგეც კი არ მოხდებოდა. აი არაფერი არ იყო ღვინოს, აი ვაფშე. გარდა დალევის კადრების, ხო? ალბათ, ხო, აი რაღაცა შიფერი, რაღაცა ძველი Nokia-ი გადაღებული შეიძლება რა, ერთადერთი მართლა. და ალბათ ეხლა რომ რაღაც პრეცედენტი არის რომ ვაუ იგივე ნახე რაღაცა შვება და არის თავის ამბავში რაღაცა წარმატებული მაგ ამბავში, ანუ ცოტა გზა გავყვალე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. არა, ორი აზრი არა, ეგრე არის. ყველა პონჩი ეგრეა, რაღაცა პიონერი ხარ, რომელიც უეჭველი ამოძრავებას გამოიწვევს ეხა რა. კი. იმიტომ რომ დიდი ბაზარია, რომელიც ასათვისებელია თან რეალურად. ძალიან. და ძალიან საჭირო კადრები ხართ ისევ მეღვინეებისთვის, ისევ ღვინის რეალიზაციისთვის, ისევ პოპულარიზაციის ქვეყნიდან კარგი ღვინო რო გავიდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აუცილებელი პონტი იყო. დაჟე ცოტა გამიკვირდა მე რო გავანალიზე, რომ აქამდე მეთქვი რატო არა რა. რო დავიწყე მოძიება და არავინ მართლა ესე არ შევხვდო.
ну თქვი ალბათ რავი არ იყო საჭიროება. ან კიდე ერთხელ მე მგონია რომ მეღვინეები ცოტა ისეთი დაუინებული რაღაცნაირი ბიძერება წარმომიდგენია. გარდა რამდენი მეგობარი წყობს ახალგაზრდა, მაგრამ ძირითადად მგონია რომ ალბათ ეგეთივე ტიპები იყვნენ შენი პროფესიის ტიპები, რომლებსაც აი ხა კამერა ავიღე და ხო რა განათება დავაყენე და გამართულად ვილაპარაკე, ცოტა ეზარებოდა პონტი რა. კი, არა, მაგაშიც გეთანხმები, მაგაზე არ დავფიქრებულ ვარ, მაგრამ ალბათ მართალი ხარ, რომ ცოტა აი ეს თაობის ცვლილება ჭირდებოდა, ცოტა თანამედროვე მიდგომა ჭირდებოდა იმას, რომ კინოზე რაღაც სოციურცეში გესაუბრა რა. ერთი კიდე რაშიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ანუ მანდაც ცოტა გზა გავყვალე და წამომეშველებიან არის ღვინის კრიტიკა რა. ეგ ვაფშე ცალკე. აი მაგაზე მინდოდა მეკითხა რა. შენ ხა ავტომატურად როგორც შენი პროფესია უბრალოდ ავტომატურად ვაფშე მგონია რომ ნებისმიერი კრიტიკოსის ბედი ეგ არის რა, რომ ავტომატურად როგორც მლოცველებს შეიძენ, ისე შეიძენ ჰეითერებს. რაოდენ ობიექტურიც არ უნდა იყოს, სადღაც დაგაბრალებენ სუბიექტურობას, ხო ხდები? მაგამ ბავშვი როგორ არ გადაიკიდე ერთი 200 მეღვინე? კი, თავიდან განსაკუთრებით რა, განსაკუთრებით ხა თავიდან რო დავიწყე ხა რამდენი წლის წინ იყო უკვე ხო? თუნდაც 2009 უფრო ალბათ 20-20-დან. კაიდი დრო. 5 წელი გავიდა. ხო, ნუ აი TikTok-ამდე დამჭირდა ცოტა მეტი. დაახლო აი კორონას აი რო გადადიოდა ალბათ მერე დავიწყე. კორონას პერიოდში დავიწყე კაკრას აი კრიტიკის თემა რო ვსვამ მეთქი მზად ვარ და შემიძლია რომ დავიწყო და რა ვიცი უკვე საკმარისი ცოდნა მქონდა გამოცდილება და რა თქმა უნდა ყოველ წელს უფრო მეტი გამოცდილება გაქვს. ყოველ წელს უფრო თავდაჯერებული იქნები და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ უკვე მქონდა რა ის ზღვარს გადავაბიჯე რაღაცა რომ მეთქი მზად ვარ რა всё გამოვუშვით. და მოკრიტ თქვები რა. ანუ იმიტომ რომ როცა ვიღაც საკრიტიკებ მზად უნდა იყო რომ უკანაც გამოფრინდება რა. თან განსაკუთრებით ღვინოში სადაც აი შენ თქმის არ იყოს როგორც წესი უფრო ძველი თაობის ტიპები არიან და კრიტიკის მიღება მაგარი რთულია და მათ შორის ისე ძალიან საპატივსაცემო მეღვინეებშიც ბევრი იყო ვინც ძალიან ისე იყო რა ძალიან გულაკენია სამართლოს ჩივილები არა ხო ეგეთები არა მაგრამ ნუ აი რაღაცა ხო ხდება ის სოციურცეშიც რომ ნუ ჩოლ სტანდარტული ჰეითის ამბავი მაგრამ ერთადერთი რაც არასდროს არ მომხდარა ჩემს პრაქტიკაში ის არის რომ მე რო თქვი რომ აი ამას აქვს პრობლემა და ეს ამ პრობლემას ქვია რაღაც იქ სახელი და აი აქედან არის გამოწვეული და ეს არის ცუდი აი არავის ვისაც პრეტენზია ქონია არავინ არ დამჯდარა ან მოუწერი ან რაღაცა რომ ცდებით ამ ღვინოს ეს არ ჭირს არა ეგრევე იჩდება თემა რომ შენ არ გესმის, შენ მოსყიდული ხარ, სუბიექტური ხარ, რაღაცა ინტერესი გაქვს, რომ მე ძირი მომითხარ. ნუ აი ძალიან სტანდარტული. თავარია მაგას რა მოყვებოდეს, იცი? კაი, დაწეროს ეგ, მაგრამ წავიდეს, მართლა შეამოწმოს ეგ პრობლემა აქვს თორა და გამოასწოროს. უმეტესობა მიცის, რომ ეგ პრობლემა აქვს. უბრალოდ არავინ არ იყო მიჩვეული იმას, რომ ვინმე ამას ხმამაღლა იტყოდა. მოდი პრობლემების კლასიფიკაცია რო გავაკეთოთ რა, ეხლა რაზეც შენ ამბობ. ეგ ისეთი პრობლემა რო დააზიანებს მომხმარებელს თუ ჩისტა გემოვნების ამბავია, რომ პროსტა ტეხავს ეგეთი ღვინო რო გაგაკეთო. ობიექტურად პრობლემურია, ანუ ღვინოში არსებობს უხეშადობამ დაახლოებით 10 დაავადება ან ზადი. მიკრობიოლოგიური არის, ზოგი სისუფთავის გამო, ზოგი შენახვის პირობების გამო, ასე შემდეგ. ყურძნის დაბალი ხარისხის გამო, სხვადასხვა პრობლემები შეიძლება განვითარდეს ღვინოში, სხვადასხვა ეტაპებზე რა. აი ამ 10 დაავადებიდან პირობითად რა, ან ზადიდან რაღაცა რო შეგხვდება რა, ნუ უნდა თქვა რომ იცი რა ამას ზადი აქვს, ეს პრობლემად მიიჩნევა კლასიკურ ღვინის სამყაროში, ამას ნუ ეს არ არის მისაღები რა, ასე ვთქვათ რა, შესაბამისად და საფასებ რა, თუ ქულას უწერ პირობითად ვამბობ რა. ხო, ანუ ეგ უფრო ობიექტური ნაწილი არის რა. რა თქვი ზადი ან დაავადება რა, ანუ რაღაცა პრობლემა, ხო? შეხვედრია ეგეთ ღვინო რო აი სიტყვას გაგისჩავს და ეს რო ვინმე მდალიო შეიძლება რაღაცა. არა, ანუ ესე სხვათა შორის ანუ სიცოცხლეს რაღაცა უსაფრთხოების ამბავში არა. ხო. შეიძლება ვიღაცამ იმითი იქეიფოს ჩვეულებრივად აბსოლუტურად და სუფრებზე ყოფილიყო, სადაც ღვინოს ერთი დაავადება არის თაგვი ქვია, ანუ აი ამ თაგვიან ესე უშუალოდ პირდაპირ თაგვთან საერთო არა გადაირბინა და რაღაცა არა უბრალოდ მისი აღქმა ამ დაავადების აღქმა ასოცირდება თაგვის ექსკრემენტებთან და ამიტომ დაერქვა მე არ გამისინჯავს უბრალოდ ვენდობი რომ თაგვის ექსკრემენტებს რეალურად ეგეთი გემოვაგ უბრალოდ სიტყვაზე ვენდობი რა ანუ არსებობს პრობლემა უსიამოვნო ნამდვილად ასე შემდეგ და ანუ ეგეთი ღვინით უკეიფია ხალხს რა და ეხლა მე რო ვიცი ანუ რო ეგ პრობლემა არის და ანუ მე რო ვგზნობ მაგას რა მე ორი ჭიქად რო დავლიო ცუდად გავხდები ანუ
შენ შეიძლება 2 ლიტრად ალიო ეგეთი, უბრალოდ ვერ ხვდებოდე რომ მაგას ეგ პრობლემა აქვს. რავი, აი დედის რძესავით შეირგოს ადამიანმა. ორგანიზმზე არის რა, კონტი არის. თუ ვერ ხვდები რომ პრობლემა აქვს შესაბამისად, ანუ შენი ორგანიზმსაც არანაირი განგაში არ აქვს. მე რო დავლიო 2 ჭიქა, შეიძლება პახმელია მქონდეს მეორე დღესაც რა. ანუ იმდენად სულად გავხდე იმისგან რომ ის დავლიე რა. ანუ აღქმის თემა. უბრალოდ ეხა ღვინის პროფესიონალი, ანუ შენ თუ ღვინის პროფესიონალს უსმენ და გინდა რომ უფრო უკეთ გაიგო და უკეთესი ხარისხის ღვინო დალიო რა, მაშინ ნუ დააკვირდი მაშინ მაგასაც ხო ხდები. ან თუ ეგ არ გაინტერესებს სვიც, მაგრამ რაც გაგიხარდება რა, ანუ ესე ღვინოში რაღაცა დაავადება პრობლემა იყოს რა, ვიღაცა თუ მართლა არ გწამლავს და რაღაცა არ დაამატა შიგნით ვაფშე, ანუ იმენა საწამლავი. ესე არაფერი არ მოგკლავს. მათ შორის არც გუგლდი რა, ანუ დაუწყნარდი ცოტა დიდი მსვლელები არაო, მაგრამ ეგ გოჩა დაწყნარდება. კაი მსვლელი. ხო დაწყნარდი გოჩის. მაიტა წყალი. მაიტა დამტოვა უწყლოდ. ხო და თან ეტიკეტიც ააძრო შენ გენაცვალე. უყურე მაშინ მივდივართ იქამდე სიტყვაზე რომ მე ვნახე რამდენიმე შენი ვიდეო სადაც ღვინოებს გიგზავნიდნენ. მახსოვს რომ იყო შემთხვევა რომ არ ამბობდი რა კომპანიაა. ხო, შეიძლება სახელიც არ ერქვა. ხო, რაღაცა ეგეთი იყო პირიქით ამბობდი რა და ისე აფასებდი. ანუ ეს უკვე აპრობირებული გახდა შენთან რომ მოდის ღვინო, მეღვინე ამოწმებს, ენდობა შენს ავტორიტეტს, ეგეთი პრაქტიკა დანერგილია შენთან? გიგზავნიან მაგიტო და არა იმიტომ რომ პოპულარიზაციისთვის, ანუ ვიდეოს გარდა. მე ვეუბნები, ანუ გულწრფელად ვეუბნები, თუ გინდა რომ მე შევაფასო და ვიდეო ჩავწერო, მაშინ ანუ მზად იყავი რა, ანუ არ მომეწონა შეფასება და წაშალე რა. კარგად ზარგოსო რა, კარგად იყავი რა, ანუ ნახვამდის. ანუ თუ შენ მზად ხარ, ანუ შემიძლია ისე შევაფასო, აი ზუსტად რა გითხრა, 1 წუთი დამჭირდება, გამომიგზავნე, შევაფასებ და მოგწერ. 1 წუთიან ვოის ჩაგიწერ, ანუ აი ჯამში დავხარჯავ, ნუ კაი, უნდა მივიდე, ავიღო ის ღვინო, კი, წუხდები და დრო მეხარჯება, მაგრამ არ არის პრობლემა. მოგწერ. შეიძლება გენიალური ღვინო იყოს რა, შენ გადაწყვეტე რომ არ ვარ დარწმუნებული რა. პირადში მოგწერ, ვაფშე პრობლემა არ არის. აი შენ როცა თან გინდა რომ გაპიარდე, მაგრამ თან რო კრიტიკა არ გინდა, ეგრე არ მოსულა. გინდა რომ იქიდანაც ხაიცი, ანუ ეხლა თქვენ გინდა მასალია. ეგრე არ არის, ანუ თუ მაძლევს საშუალებას რომ ვილაპარაკო დრო უნდა დავხარჯო, ხო ხტო აი ესეთი გაძლევენ ძირთად საშუალებას? უმეტესწილად კი. უმეტესწილად კი. ეგ კარგია უკვე, ეგ კარგის ნიშანია. კი, კი. ან ალბათ იმიტომ რომ დარწმუნებული არიან თავის პროდუქციაში, რაც ასევე კარგია, ან მინიმუმ არ არიან დარწმუნებული და შეენდობიან რომ ვაი და რა მაქვს შესასწორებელი და ესე იგი შევასწორებთ რა. მეღვინეებს რო ვიძახი, მე რატომღაც გულისხმობ აი ესეთ ქარხნებს, დიდიმეებს რა, მაგრამ ხა ვიცით რომ უძველესი კერა ვართ რა ღვინის და თითქმის ყველა ოჯახში ეს არის რაღაცა გენეტიკის დონეზე არის, დნმ-ში გვაქვს რა. დიდი სხვაობაა სახლის ღვინოებს, აი ოჯახში რაც შეიძლება შეგხვდეს და აი ესე 500 აპარატი რომ მუშაობს და ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. აი ეგ ორი ღვინო რა, როგორ განსხვავდება ოჯახის ღვინოები და ბოთლის ეგეთი ღვინოები რა. ძალიან კაი კითხვა არის და რატო რა ეხა გამახსენდა ერთი კონკურსი რა. და ამ კონკურსზე მოკლედ გამოაცხადეს რაღაც ქულები რა და არ დავასახელებ არც პატარას არც დიდს, მაგრამ ერთი ძალიან პატარა მარნის ღვინო იყო შეფასებული და შეაფასეს რაღაცა 10 ქულამდე 99 ქულად დავუშვათ. და იყო ძალიან დიდი არა ბოდიში, აი 9 მილიონი ბოთლს რო აწარმოებს, ეგ საშუალო დიდთვლება საქართველოში. ხო, 9 მილიონი ბოთლს და აი ვერ წარმოიდგენ რამხელავა ინვესტიცია ჩადებული კომპანია რა. ორი სხვადასხვა ღვინო იყო ჯიშიც და რაღაც, მაგრამ აი პროსტა გამეცინა რა, რომ აი ანუ ამდენი ინვესტიცია ჩადებული, რაღაცა პროფესიონალი მეღვინეები მუშაობენ და პირობითად იმისი ღვინო 99 ქულით არის შეფასებული. და მეორე რომელიც რატო ოჯახური საიდუმლო ქონდა იმას თუ რა? არა, ნუ ეხლა შეიძლება იქ ცოტა ჯიშის თემაც არის, იმიტომ რომ არის ჯიშები, რომლებიც უფრო ძლიერია, უპირატესი არის სხვა ჯიშებზე, უფრო კომპლექსურობით, ანუ მრავალფეროვნებით მეტად გამოირჩევა, რაღაცა უფრო ისეთი არა, ექსპრესიული ტიპია და შეიძლება რომ იმ ჯიშში ადეკვატური ხარისხის მიღება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე რაღაც სხვა ჯიშში. მაგრამ აი ზოგადი თვალსაზრისით ესე რა, რო არ შევხედოთ ჯიშს და რაღაცებს, სავსებით შესაძლებელია რომ ნუ ეხა აი თლად ოჯახში და ეხა პაპაჩემი და პაპაშენი შეიძლება ვერ აყენებდნენ ძალიან მაგარ ღვინოებს, იმიტომ რომ მაინც აი ცოტა პირობები გჭირდება რა, ანუ აი ცოტა ცოდნა, ცოტა გამოცდილება გჭირდება, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა არის რაში შეიძლება რომ შეცდომა დაუშვა და ყურძნის პოტენციალი დაკარგო. რეალურად აი მაგალითისთვის საფრანგეთში მეღვინეები ესე დიდ რაღაცა კრედიტს არ იღებენ რა, რომ აი მე მაგარი ღვინო დავაყენე, არა.
ვინერონმა მე ვენახე ძალიან მაგარი ყურძენი მომცა და ამიტომ მაგარი ღვინო დავაყენეთ. ანუ რეალურად შენ გაქვს ყურძენი, რომელსაც აქვს პოტენციალი და ამას შენ შეიძლება შემატო 10% შენი მეღვინეობის ასე ვთქვათ ტექნიკებით და ვაშკაცები უფრო დომინანტი ფაქტორია ვიდრე ტექნოლოგიები. აბსოლუტურად. და ეგ ძალიან დიდხანს და დღემდეც საქართველოში არ ესმოდა უმეტესობას. თვითონ მეღვინეებსაც. ეხლა ამისგან ისეთი ღვინო გამოიყვანო რაღაც ვერა, ანუ ყურძენი თუ კარგი არ გაქვს ძალიან დატვირთული თუ არის შენი ვაზი ვენახი არასწორად გლასარი ასე შემდეგ უამრავი ნიუანსი არის მე ვენახეობის ნაწილშიც რა იქაც შეიძლება ვას უამრავი დაავადება პრობლემა ქონდეს მწერები აწუხებდნენ ჩიტები გიჭამდნენ უამრავი პრობლემა არის რა სტრესში იყოს და ასე შემდეგ ვაზი ყურძენი არის მთავარი მეღვინემ შეიძლება რომ ამისი პოტენციალი შეინარჩუნო და ცოტა მერე წამატო. მაგრამ იმდენად მარტივია რომ ამის პოტენციალი შე რომ მოგაქვს სანამ ბოთლამდე მოიტანო რაღაც შეცდომები დაუშვა და ეს პოტენციალი დავარდეს და უკუქცევადი აღარ არის ეს უკვე რა. ანუ აი ძალიან სათუო საქმე არის რა. ანუ შეინა თქო მინდა გამომდინარე სიტყვაზე. ხეივანზე ახოთ ეზო ეხლა ჩემთან ახლა ეგრე ვენახი არ არის ხსანში და ხეივანია რა. ხო ხეივანი ქვია ზემოთ როს ხეხოვს. აი ეგეთი ყურძნისგან ანუ თეორიულადაც შეუძლებელია ისეთი ღვინო დადგეს რომ 100 ქულა დაეწეროს კონკრეტულ ადგილებში საქართველოში თუ უცხოეთში კონკრეტული ადგილები არსებობს სადაც პირიქით ხეივანს უპირატესობა ინჯება რა აი ხეივანშიც რა ვიგულისხმე ანუ აი ოჯახურ პირობებში გაზრდილ აღზრდილი შეიძლება მე გამის ჯავს არა 100 ქულიანზე და რაღაც სუპერ დახვეწილი რა 95 მოდი ესე ვთქვათ აი ძალიან რთული ამბავია შეიძლება ყურძენი კონდეს მაგის პოტენციალი რო 95-ზე გაიქაჩოს პირობითად მაგრამ ხშირ შემთხვევაში თუ ისევ და ისევ ოჯახურ პირობებზე ვსაუბრობთ ფაქტიურად შეუძლებელია რომ მაგ დონის ღვინო დააყენო ესე უბრალო პირობებში აი სახლის პირობებში რა სახლის პირობებში კარგ შემთხვევაში შეიძლება 90 ქულაზე ოღონდ აი სახლურ პირობებს ვამბობ აქ არ ვამბობ რომ ეგ ხო ცუდია რა 90 სახლურ პირობებში ძალიან კარგია რაღაც საკეიფოები სუფრებისთვის და ასე ეხა მე ნუ ისეთი ვთქვი რა ანუ ძალიან კარგი ვთქვი რა რეალურად მაგასაც ან ძალიან მაგრად მაგაგიმართლოს აი მართლა მაგრამ შემხვედრია ეგეთი აი გლეხმა პაპამ მოიტანა ჩაჭმუნა და აი რაღაცნაირად გამოვიდა რა რა ბევრ რამეში შეიძლება გაუმართლა რა იქ დაჟე აი ტემპერატურა იყო მარანში ისეთი რომ თვითონ ფერმენტაციის ტემპერატურა ძალიან მაღალი არ გაიქცა და არომატები არ დაკარგა აი ბევრი ნიუანსი რაღაცებს შეიძლება ძალიან ახალი ქვევრი იყო და ძალიან სუფთა იყო უამრავი ნიუანსია და შეიძლება გაუმართლა და ძალიან კაი ბევრი რამე გამაზე მე ჩართე უყურე გამბავი არის ძალიან ბევრი დეტალია აი უამრავი მართლა იმდენ რაღაცაზე შეიძლება ასპექტზე ისაუბრო რა რომ აი ყველაფერს მნიშვნელობა აქვს რა ძვირი სიამოვნება აი რიგითმა აი სიტყვაზე ადამიანმა გინდა სოფელში გინდა ქალაქში გადაწყვიტა რომ კარგი ღვინო კონდეს თავისთვის არა გასაკეთად აი რასაც შენაბო მინიმუმ 90%-ის შეფასების 90 ქულიანი ხო 90 ქულიანი ბოდიში ძვირი აი ეს სიტყვაზე სახში დანადგარები აი რაც არის რა ანუ ძვირი სიამოვნებაა აი მე მაგალითად მოწყობილი მქონდა მარანი თბილისში პროფესიონალურ დონეზე რამდენადაც შეიძლება რომ მოაწყო მარანი თბილისში რა ჯამში ალბათ ქალაქში ბოდიში რო გაწვდი ქალაქში რამე სირთულე ემატება თუ ბუნებაში ჯობია თუ ქალაქგარე თუ რა სხვაობაა არაფერი უბრალოდ სივრცის პრობლემაა როგორც ესე მე მქონდა არა მე ვგულს აი მტვერი ქალაქის არა არა იმას ნუ მან ისიც არის რომ შორ დისტანციაზე უნდა ჩამოიტანო ყურძენი რა ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორია ოკეი როგორი პირობები გექნება აქ რა ქალაქში პროფესიონალურად მოწყობილი მარანი დაახლოებით მე ჩემ ასე ვთქვათ ძალიან პატარა წარმატებაზე სადაც 2000 ბოთლი 3000 მაქსიმუმ როა წარმოა წელიწადში მაგრამ კარგად მოწყობილი სადღაც 30000 ლარის თემა არის მაგრამ ეს ერთჯერადი ხარჯია ამას ერთჯერადი ხარჯი არის ნუ ეხლა საცობები და ისინი გასაგებია არა ხო ეგ უკვე ხა ის არის რა ქვია ცვლადია და რაღაც ყოველწლიურად რა ცოტა მაგრამ მე ვამბობ აი ძალიან კარგად რა რეალობაში აი ეხლა შენ აი ამ სივრცეში გინდა რომ აწარმოღვინო პირველ რიგში რა უნდა ქნა კონდიციონერი უეჭველად აი ტემპერატურა გარემოსი ცოტათი გეხმარება ფერმენტაციის ტემპერატურის კონტროლში რაც აი ყველას მეუნები ხოლმე აი შაბლონურად ჟღერს რა
დამწყებ მეღვინებს ყოველს ვეუნები. უამრავ პრობლემას ვაწყდები, იმიტომ რომ ტემპერატურა არ არის დარეგულირებული. ან ძალიან დაბალია, ან ძალიან მაღალია. სულ ერთი ტემპერატურა უნდა. სულ ერთი არა, მაგრამ რაღაცა რეინჯი დიაპაზონი გაქვს რა. სადაც თუ თეთრ კლასიკურს აყენებ, უფრო დაბლა ხარ, ქარვის ფერს თავისი დიაპაზონი აქვს, წითელ ღვინოებს თავისი დიაპაზონი აქვს და აი იქ უნდა დაიჭირო ეს დუღილის ტემპერატურა. მაგას როგორც კი აღწევ, უკვე კარგად გაქვს საქმე. მერე სისუფთავეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ну აი ერთი აუზი რო აიღო და გადაიხადო 1000 ლარი, ერთი აუზი გაქვს, თქვათ, პირობითად რა. ანუ მეორე რაღაცა ჭურჭელი დაგჭირდება, რომ დროებით აი ეს გადატანა გადმოტანის ამბავში და აუცილებელი არის რა. ამიტომ თქვათ 2 აუზი, ეგ 2000 გადამუშავება. შენც შეგიძლია რომ სტილი მეღვინეობის რა, ისეთი შეარჩიო რა, ისი საშუალებაც გაქვს. ეხა თეთრ კლასიკურ ღვინოს ხო, ანუ კლერტის გაცლა ჭირდება, პრესი ჭირდება. უფრო ძვირი არის ტექნოლოგიური თვალსაზრისით ესე დამწყებისთვის, რა. ყველაზე მარტივი არის წითელი. ან ქარვისფერი ღვინის წარმოება რა. ნეპირიქით მეგონა. ხო, უფრო, ანუ ეხა როცა საუბრობთ ჩვენ დიდ წარმადობაზე, ну, ყურძნის ფასი ეხა წითლები როგორც წესი უფრო ძვირია ხოლმე, ну, გააჩნია, მაგრამ ის ზოგადი თვალსაზრისით. მაგრამ ესე დამწყებ დონეზე რაც უფრო ნაკლები პირობები გაქვს, მით უფრო მარტივი არის წითელი და ქარვისფერი ღვინის დაყენება, ვიდრე თეთრი კლასიკურის რა, ან ვარდისფერი ღვინის. ანუ იდეაში ამდენი დეტალი. ხო, ბიჭო, გადავირია. უნივერსიტეტში ოციანებშიც ვაყენებდით. ანუ პატარა ოციანებშიც ვაყენებდით რა, ანუ ჩვენ რაღაც აი ერთი ღვინო რო 20 ბოთლი უნდა გამოგივიდეს რა, აი 2 ოციანი რო გაქვს პირობითად. ანუ ოციანებშიც შეგიძლია ადეკვატური ხარისხის ღვინო დააყენო. ხავარი არის უნივერსიტეტია ეს რომ მითხრა. მე ხარაც დავთორე აგრონი არის. აგრარული უნივერსიტეტი. და ანუ კვალიფიცირებულია ყველაფერი კარგად გასცემენ ცოდნას და არ გავს რაღაცა რიგით მეებს არ მინდა ახლა ვთქვა. უი რა კაია. ანუ პროფესიული ცოდნა აბსოლუტურად აკადემიური, რასაც ქვია რა, რეალურად. სუპერ. არა. სერიოზული პოდკასტი. უსმენ ახლა ამ კაცს და მიდგომაზე ვარ გაგიჟებული რა, რომ ძალიან მომწონს მიდგომა როგორც უდგები საკუთარ პროფესიას და ამაზე გამახსენდა კარგი ინტეგრაცია ჩემი მეგობარი კომპანიის, იმიტომ რომ ისინიც ესე უდგებიან საკუთარ საქმეს, ვინც იცით at home-ი, დიდი ხნის ჩემი მეგობრები არიან, ეს არის მაღაზია, სადაც რაც კი აქსესუარია კომპიუტერის დაწყებული, მოგონილი, დაწერილი, დახატული, ყველაფერი არის. და აქვთ ძალიან კარგი აქციები მოდის, შავი პარასკევი ქვია, ხო, იმას თუ რაღაცა Black Friday-ის რო ეძახიან, ძალიან კარგი აქციები აქვთ, კარგი რაღაცეები შეგიძლიათ დაითრიოთ, ასევე პრომო კოდით გიორგი ვარდოსაინძე. ყველას მეგობრებო, გექნებათ 10%-იანი ფასდაკლება იმის ზემოდან, კიდე ამ ფასდაკლებების ზემოდან, უბრალოდ ეხა რო თქვა მიდგომა, ეგ მიყვარს at home-ში, ამას არ ვიძახი ხა, იმიტომ რომ რაღაცა სპონსორები არიან და რაღაცა, თუმცა არიან, მაგრამ მართლა წლებიო მეგობრობ, ეს არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია რაც მიზეზს ყო, რომ გაგახარჯინოს რა, რომ მიდიხარ და კომპიუტერი მინდა და შევტენოთ რაც კი ძვირიანია ამკაც. არა, ანუ ყოფილა რომ საერთოდ რა გინდა გეუნებიან და მაქსიმალურად ისეთ ოპტიმალურ ვარიანტებს გეუნებიან, კარგად აგიწყობენ, მერე ყურადღებიანი კომანდა. ერთი სიტყვით, ვისაც რაღაცა კომპიუტეურის მაგვარი გინდათ, Black Friday მოდის, გიორგი ვარდოსაინძე პრომო კოდი ჩაზილა, 10%-იანი დააკლდა და ისიც დააკლდა და თითქმის ნაჩუკარფაში. სახში გინდა კაუნტერი, გინდა სტრიმი, რაც გინდათ ისაკეთეთ, ასე რომ აბა თქვენიც. იმდენი კითხვა მაქვს. ეგ მე მაგრად გამომადგება, ხა კაი რაღაცები ახსენე. მიკროფონიც საყიდელი მაქვს, ვებკამერაც საყიდელი მაქვს. და ბარემ იმასაც მოვაყოლებ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში სადღაც 200-მდე ღვინო მექნება ლაივში YouTube-ში გასასინჯი. 1-2 დღე გაგრძელდება ეგ ლაივი. რა საინტერესო პროცესია, რა სიზახ. მე at home-თან ეგრევე და ამ ყველაფერს დაგეხმარებიან და გალაგებინებიან. აუცილებლად. მოდი ამ კუთხიდან შევხედოთ რა. ფრიად ამბიციური ერი ვართ. ხანდახან ზომიერების პარკლებში, ხანდახან არც ისე, მაგრამ ეს როგორც კარგი, ასევე ცუდი თვისებაა. მაგრამ არის ისტორიულად დადასტურებული ფაქტები, რომ რასაც ქვია ღვინო და ჩვენ ძალიან დიდი ხნის მაკაცები ვართ რა, უდიდესი რაღაცა ისტორია გარდა იმისა, რომ აი ხა 8000 წლის წინანდელი ამბავი, აი ბიძაჩემი რომ ყავდა რა, ხვამლის თვაზე რო ლაპარაკობდით, იქაც ხო კერები არის, უმაღლესი წერტილი, სადაც კიდე ღვინოს აკეთებდნენ. მოკლედ, ანუ ჩვენი ისტორია, ქართველების და ღვინის ისტორია არის გადაჯაჭვული ერთმანეთში. აბსოლუტურად. გასაგებია რომ ამ ხელა ისტორია, მაგრამ ობიექტურად რო შევხედოთ,
რადგან შენ ალბათ ყველა ღვინოები გაგასინჯული რა და მე სხვათა შორის ბევრი ღვინოები მაგასინჯული ფრანგულის იტალიის მე ჩილეს ჩილე აწარმოებს რაღაცა ჩემთვის ჩილე სწორად მომო ჩილეს ღვინოები სადაც არ გამისინჯავს მაგრად მომწონებია აი ვერ ყვევი მაგრამ მახსოვს ჩილეს ღვინო სადაც გავსინჯე წითელი იყო ყველა კარგი ანუ რისი თქმა მინდა 100 ჯერ ჩემზე მეტი სახეობა გაგასინჯული ობიექტურად რო ვთქვათ მართლა ეგეთი დერსკები ვართ თუ ცოტა ეს ქართული პონტიც გვაქვს ხანდახან რა გაჩნია რას ვეძახით მაგას აი მაგარი ყველაზე გამარტივება ეს შეიძლება ცოტა ისეთი არის ხოლმე რაღაცა ძალიან განზოგადებული მაგრამ ესე დავიწყოთ ტოპ 5-ში არ ვართ ვინ არის ტოპ 5-ში რომ მითხრა ოკეი ტოპ 5-ში ჩემთვის რა თქმა უნდა ეგიც ალბათ ცოტათი სუბიექტური რაღაც აი 1-2 ქვეყანა შეიძლება ვიღაცისთვის განსხვავდებოდეს რა საფრანგეთი პირველზე ამ 5-ში არ დავალაგოთ ხო თანმიმდევრობას არ მეოქცევთ ყურადღება საფრანგეთი იტალია ესპანეთი ამერიკა გერმანია ამერიკა yes ამერიკული ღვინო ვაფშე არის ეგეთი საქართველოში ცოტა არის იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება ჩამოტანი და დიდი არჩევანი მაინდა-მაინც არ მაქვს შენ გაგავიდე პირველად ამერიკა ეგ წყობა ჩემ ლექსიკონში პირველად შეხვდა ერთმანეთს ამერიკული 80-იანებში რა ჩატარდა ძალიან მაგარი ტეისტინგი პარიზში და ამ ტეისტინგს დაერქვა დეგუსტაციას ბრმა დეგუსტაცია იყო დაერქვა Judgment of Paris სადაც შეაჯიბრეს ფრანგული ღვინოები, აი ტოპ შატოებიდან შეაჯიბრეს კალიფორნიულ ღვინოებს, ანუ კალიფორნიული კაბერნე და კაბერნე based blend-ები, ფრანგები უფრო blend-ებში არიან, ამერიკელები უფრო მონოჯიშებს იყენებენ ხოლმე როგორც წესი, მაგრამ აწი ისინიც უკვე კარგად blend-ავენ. კაბერნე სოვინიონი, აქეთაც კაბერნეს blend-ი, შარდონე და ყველა იყო ფრანგი აბსოლუტურად ვინც ბრმა დეგუსტაციაზე იჯდა რა სომელიეები კრიტიკოსები ასე შემდეგ სერიოზული ხალხი ძალიან ყველა კატეგორიაში კალიფორნია მოიგო და აბსოლუტურად ფურორი იყო და ანუ იქამდე ესე რაღაცა ვინმე რო კონკურენციაში შესულიყო და ფრანგებზე უკეთესი ღვინო გაქვს ეგ იყო სისულელე და რაღაცა რა ანუ იმედიც კი არავის ესე დიდად არ ქონდა და ეს რომ მოხდა სტივენ სპურიე იყო ესეთი ბრიტანელი ტიპი რომელმაც ეს ღვინოები ჩამოიტანა რა და დააორგანიზა ეს და ანუ არავის იმედი არ ქონდა რა მაგისი აბსოლუტურად უბრალოდ უნდა რომ აი ღირსეულად წავდგეთ თემა იყო რა და ანუ ამოტრიალდა რა ღვინის სამყარო მაგ იმდენად ინფლუენშალ დეგუსტაცია აღმოჩნდა რომ ყველა მიხვდა რომ ვახ ანუ შესაძლებელია და მაშინ ამერიკას ქონდა რაღაცა აი სააგაცი გამოწი 60 წელი ღვინის წარმოების ის ვარიან 80-ის ყოფნები ხო ანუ აი ძალიან პატარა ღვინის წარმოების ისტორია ქონდა რა მაგრამ ანუ აი ძალიან dedicated ტიპები იყვნენ და არიან დღემდეც რა და სოფლიო დონის ღვინებს აწარმოებენ რა ვაუ, ეგ მართლა არ ვიცოდი. იცოდი შენ ამერიკის ღვინის ამბავი? ესე, მე ვაფშე გეუბნა არ ჩემხვედრია არსად, ანუ ამერიკული ღვინო, ეგ წყობა პირველად გავიგე. საო? ნუ მე მეწილად ეხა რაღაცა კალიფორნიის მხარე, ნაპაველი, ხო, მაგრამ ნუ მაინც ამერიკულ ღვინოთი ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ორეგონი, ან ძალიან ბევრი სტეითი არის, შტატი, სადაც ძალიან სერიოზულ ღვინოს აყენებენ. ბიჭო, ვაზის კულტურის. კაი, ოკეი, უყურე, რა ათეულში შევდივართ? აი მანდ უკვე შეგვიძლია ცოტა 15 ათეულში ხო ვართ? ხო, ათეულში აი გულწრფელად ვიტყვი რომ უკვე ცოტა აი ეს რაღაცა ნეპოტიზმი რო ჩავრთო და ცოტა რაღაცა ეს პატრიოტულად მანდ შევიყვან უკვე, მაგრამ პრობლემა რაში გვაქვს ცირო? პოტენციალს ვერ ვიყენებდა, იმიტომ არ ვართ თუ რესურსი არ გვაქვს, ყურძნის ხარისხი, ყურძნის ჯიშები. ყურძნის ხარისხი პირველ რიგში. ისევ და ისევ, ანუ ცოდნა ესე რა გვაქვს რეალურად. მართლა გვაქვს, ანუ ძალიან ბევრი მეღვინე ყავს უკვე, ვისაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს რა, ძალიან კაი ცოდნა და გერმანიაში ნასწავლი, ამერიკაში, იქ საფრანგეთში, იტალიაში, ასე შემდეგ რა, ანუ ცოდნის პრობლემა იმდენად აღარ გვაქვს. მაგრამ აი ვენახის ამბავში ჩვენ არ შეიძლება რომ დაგვავიწყდეს ის, რომ საბჭოთა კავშირში ვიყავით ამდენი ხანი და ამდენი ხანი ჩვენი ფოკუსი იყო mass production-ი, დიდი წარმოება, მეტი, არავითარი ჯიშური მრავალფეროვნება და ჩვენ კიდე ნენელა, ეხა იმქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ქვეყანა
არ დგას ფეხზე არც დღეს, ხო? ეხლა ჩვენ რო ფეხზე ვიდგეთ და გიჟებივით ვითარდებით და მართლა ეკონომიკა მართლა ისე იყოს როგორც გვინდა რომ იყოს. თუმცა გეუნებიან ეგრეა. მაგრამ მე ვერ ვზნობ შეჯერო მეც არ მიგზნო. აგზნობინე და მე ვიტყვი კი. კი ბატონო, ანუ ეგრე რო ვიყოთ უფრო მალე განვითარდებოდა რა თქმა უნდა ეგეც რა. ეკონომიკის აი ნელო ზრდასთან ერთად ჩვენც წინ მივდივართ, მაგრამ ნუ როგორც აღნიშნე ნელი ზრდა არის. თუმცა პოტენციალი, მოდი ეს утопიურ საქართველოში არის. პოტენციალი გვაქვს ძალიან დიდი რა, ანუ აი განსაკუთრებით არასდროს არ მეზარება ხოლმე ამ ჯიშზე საუბარი არის საფერავი, რომელიც ესე იმდენად გავრცელებულია, რომ ხალხი ცოტა ისე უყურებს რა, ეხლა 12 ლარიან საფერავსაც უყურებს და 200 ლარიანსაც უყურებს და საფერავია რა, აი ესეთ დამოკიდებულება. საფერავს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი საქართველოში, რომ ანუ აკენწულოს ნებისმიერი ბლენდი და ნებისმიერი ჯიში, მონოჯიში, ანუ ერთი ჯიში რო არის ღვინოში გამოყენებული, ნებისმიერი, ანუ პოტენციალი მე ძალიან წამს მაგისი, სულ პროფესიულად ვამბობ, რომ საფერავი ადრე თუ გვიან ყველა წითელ ჯიშს თუ ბლენდს, წითელ ღვინოს სახეს გააძრობს. ანუ მე მომავალში მაგას ვხედავ, იმიტომ რომ ჯიში არის, რომელიც ერთი არის არაფერთან შერევა არ ჭირდება და იმ ხელმრავალფეროვნებას გაძლევს, რომ აი გამიშვი რა, ანუ აი შენ ყველაზე მეტად აშკარად საფერავი გიყვარს, ხო? კი, კი. იმიტომ რომ აი დღესაც რო ხვდები ბაზარზე, აი და პრობლემასთან მივდივართ რა, დღესაც ხვდები ისეთ ღვინოებს, რომლებიც აი სადღაც 94-95 კულასთან რო არიან. და ეგ იმდენად მაგრად მისწორდება და ანუ ძირითადად ეგ საფერავი არის ხოლმე რა. დომინანტურად საფერავი არის ხოლმე ეგ ღვინოები. ქარვის ფერებშიც ხვდება ხოლმე ეგეთი ღვინოები. მაგრამ იშვიათად, აი პრობლემა რაში არის რა? იქ მოსავალი იყო ცუდი, იქ რაღაცა ის და ცოტა ადაპტაციის მომენტიც გვიჭირს. აი ცუდი მოსავალი ზოგიერთ ქვეყანაში გინდა თუ არა ცუდ ღვინოს არ ნიშნავს. შეიძლება იმ ცუდ მოსავალზე ისე ადაპტირდა მეღვინე და მეღვინეობა, რომ მაინც გამოიყვანა რაღაცა მაგარი ახალი სტილი დაბადა რა. იმას არ გავს, რასაც 20 წელი აყენებდა, მაგრამ ობიექტურად ხარისხი არის ძალიან მაგარი. იშვიათად ხდება ეგეთი რაღაცა, რომ ახალი დაბადონ, რომ აი სტილი შეიცვალა, მაგრამ გენიალურია, მაგრამ ხდება ეგეთებიც. და ეს ხარისხი ჩვენთან, რომელიც ესე აღმაფრთოვანებს ხოლმე და რაც მაძლევს საშუალებას, რომ თქვა, რომ აი 15-20 წელიწადში დედას გიტირებთ და ყველას რაღაცა. ეგ ხშირად არ მეორდება რა. მეორე სტილი არის ქარვისფერი ღვინოები და მან აბსოლუტური დიდი ფუფუნება გვაქვს ჯიშების მართლა რა. აი რქაწითელი კიდე ერთი ჯიში, რომელიც ესე არის რა, ბაზარზე რომ რქაწითელია რა. ანუ სახლის რქაწითელს რო ხარ მიჩვეული, რა თქმა უნდა გაგიკვირდება იმაზე, რომ ვამბობ, რომ მაგ ჯიშს შენ ვენახში რო გაქვს, ზუსტად მაგას, აქ იმის პოტენციალი რო რაღაცა მსოფლიოში ყველას სახეში ულაწონოს რა. მაგრამ კი, რქაწითელი ერთ-ერთი ძალიან დაუხსნა ახლავთ ყურძნის. მსოფლიოში თუ საქართველოში? მსოფლიოში. ათასობით. მაგ ხელა არჩევანია? კი, ანუ მარტო საქართველოში გვაქვს 600-მდე ჯიში. ყველა ღვინისთვის გამოდგება? ანუ ყველასგან შეიძლება საღვინე ჯიშებზე მაგ საუბარი ხა. თან არის სუფრის რა ქვია, მისართმევი იყო. ხო, არის, ალკე საჭმელი ამბავი. ათასობით რა, ანუ რამოდენიმე ათასი. საქართველოში? საქართველოში 600-მდე ჯიში. ბიჭო რა, მაინც რა მაგარი. იტალიას ზოგიერთი ცნობით 900-მდე ჯიში აქვს. რა თქმა უნდა 900-ვე არ გამოიყენება, იქიდან შეიძლება სულ მაქსიმუმ 100 იყენებდნენ, მაგრამ არის. ანუ მრავალფეროვნების თვალსაზრისით 600-დან 900 ჯიშამდე იტალიას აქვს და ნუ ესე რა. ფრანგებს აყანაში სააღოლმა ის მაგრათას სწორებს რა. ფასის ამბავი, აი უყურე. ისევ დილეტანტური პრიზმიდან. აი მომინდა მოწრუპო ხოლმე ევროპაში ვარ სადღაც და შევდივარ მარკეტში დაუშვათ ღვინის მაღაზიაში მიშოვება არ აქვს და ფასები რა. კიდე ერთხელ ვიძახი, ისე როგორც შენ შეაფასებ გემოს, მე ხო ვერ შევაფასებ, მაგრამ ჩემს წერო კარგად გამატარებინა საღამო გემრიელი დასალევი იყო. ანუ მე შეიძლება 3 ევროთაც მიყიდია ეგეთი ღვინო. ფასდაკლებაში ევრო ნახევრათაც მიყიდია და რაღაც 10 ევროთაც მიყიდია, ვაიმე, ანუ აი დაჟე მეც რო ვიტყვი, აუ როგორ ვიცი ამ არავით არის პახველია, როგორი ყოველი ყლუპი გემრიელი იყო. მაგრამ იქვე ყოფილა სიტყვაზე რაღაცა 100 ევრო, 50 ევრო. ფასი განაპირობებს რამეს, ანუ ეგეთ ხარიხს, ანუ მე აპრიორ ვიცი, რომ 100 ევროიანი არა? არა, ხო? შეიძლება რომ აი მაგალითისთვის გასინჯული მაქვს შატომარგო, აი ყველაზე ისეთი რაც აი ფილმებიდან შეიძლება გაგებული კონდეს რა, შატომარგოს. ხო. გასინჯული მაქვს შატომარგოს 1997-ის მოსავალი. ცუდი მოსავალი.
სუდი მოსავალი. რა ღირს $500. ოღონდ ანუ სუდი მოსავალი არის და აი გაჭიმე 90 ქულა. ნუ აი 90 ქულა დავუშვათ რა. სუდი არ იქნება ღვინო, სუდი არ არის. მაგრამ $500 არაფერი ცხია, ხო? $500 არაფერი ცხია და შემიძლია რომ ვიპოვო $20-ად ერთ დიდ მაღაზიაში უცხოეთში სადმე შევიდე ღვინის კარგი დიდი არჩევანი ქონდეთ $20-ად 20 ევროდ ვიპოვი N რაოდენობით, ნუ აი ვამბობ, რავი, შეიძლება 200 ღვინიდან მინიმუმ 1.30-90 ქულიანი ღვინო ვიპოვო, მინიმუმ 20 ევროს გადავიხდი. ფასი ეგ ფაქტორი არ არის. არის მოთხოვნა, ანუ ვიღაცას უნდა რომ აი მარგო გასინჯოს. ზოგადად მარგო როცა ძალიან მაგარ მოსავალში პირობითად ღირს $100, ხო? შენ აი ცოტა ისე რა მოსავალში გააქვს საშუალება, რომ $500-ად გასინჯო მარგო. ანუ შენ გინდა რომ წარმოდგენა შეიქმნა, აი ეს ძალიან მაღალი დონის მწარმოებელი რა ხარისხს აწარმოებს. ამიტომ მოთხოვნა მასზე მაღალი არის და ეს შედარებით უფრო დაბალ ხარისხიანი მოსავლებიც ძვირი ღირს მაგიტო. იმიტომ ბანალურად მოთხოვნა არის რა. აი მე ძალიან მაგარ ღვინოებს ვაწარმოებ, მაგრამ აი პირობითად და შენ ვერასდროს ვერ ყიდულობ ჩემ ღვინოებს, იმიტომ რომ ღირს $500 ზემო და არ ხარ რა მაგის გადამხდელი რა. და ნუ რაღაცა შედარებით აი გენიალურიდან ისე რა მოსავალი მაქვს და დავადე $50. მოდი აბა ერთი გავსინჯო რა, აი ეგ მომენტი არის. და მოთხოვნა აი მოდი ერთი გავსინჯო $500-იანზე იმხელა არის რომ აძლევს საშუალებას რომ $500 იყოს და არა 50 ცუდ მოსავალში. ანუ ეგ თემაც არის რა. საქართველოში რა ფასი განაპირობებს რამე ეს? არა. გამისინჯავს $20 ღვინო, რომელიც $200-ზე უკეთესი ყოფილა. მართლა, ანუ აი გამისინჯავს რა. გაჩვენ იცოდე რასვავ, ხო? უნდა იცოდე რასვავ. და ზუსტად მაგიტო არის, აი მარათონი ვახსენე რა, YouTube-ზე უნდა გავსინჯო რამოდენიმე ასეული ღვინო მეთქი. მაგიტო გადავწყვეტე რომ გავაკეთო ამ მარათონს ვაბავ ონლაინ ღვინის მაღაზიას. და ამ ონლაინ ღვინის მაღაზიაში ყველაფერი, რასაც მარტო ონლაინ გავსინჯავ და ყველა შეიძლება რომ ნახოს როგორ შევაფასე და რატო ავირჩიე, მარტო ის ღვინოები გადავა ჩემ ონლაინ ღვინის მაღაზიაში. და ანუ ღვინის მაღაზია იქნება სრულად აი მაგაზე ორიენტირებული, რომ ხარისხი და ფასის შეთანაწყობა აგიხსნა როგორი აქვს. რომელიღაცა ღვინოს შეიძლება მიწერია, რომ აქ პირობითად გადავეკიდა 90 ქულას, მაგრამ მარტივი ასახსნელია 90 ქულიანი ღვინო არის, მაგრამ ძვირია რა და value ამბავში დავაწერო, რომ ან არაფერი არ დავაწერო, ან დავაწერო, რომ კარგი value არის. შეიძლება 90 ქულით შევაფასო $20 ღვინო და იმაზე დავწერო, გამოიქეცი, იყიდე, ძალიან მაგარი ღვინო არის ამ ფასისთვის. ხო ხტები, ანუ სხვაობა დიდი არის რა. თუმდაც შეიძლება 99 ქულიანი ღვინო იყოს, მაგრამ იაფი ღერდეს ისეთი, რომ 14 ლარი ღერდეს და ხო, შეფარდების თემა არის რა. რაღაცები ხა რაც ობიექტურად კაია, ვიღაცა შეიძლება უნდა რომ ის 100 ლარი გადაიხადოს რა და აღნიშნა მქონდეს, რომ ანუ okay value არის. არ არის არ გასაგრძებელი გაიქეცი იყიდეს თემა, მაგრამ კარგი ხარისხია. და ვიღაცა შეიძლება უნდა რომ აი ხო ხტები, ანუ 100 ლარიანი ღვინო უყიდე ვიღაცას რა, ანუ სასაჩუქრად რო გინდა მაგას აქციო ყურადღებას რა, ანუ ხალხან მეც ვაქციო მაგას ყურადღებას და ყველა ვაქციოთ რა. რომ აი ამ ბიუჯეტში უნდა რაღაცა საჩუქარი გაუკეთო. შეფუთვათ ანიქ რაღაცა. ხო, ამიტომ ავარჩევ ღვინოს, რომელიც ანუ შეიძლება რაღაცა 50 ლარიანი უკეთესი იყოს ვიდრე ის 100 ლარიანი, მაგრამ იმ შემთხვევაში მე ის შეფუთვა უფრო მეტი მიიღირს ვიდრე ის 1-2 ქულა პირობითად რა. ის თორი თავისას აკეთებს ბაზარზე. აი ამ საიტზე რო შეხვალ რა, ანუ აი მართლა გულს ვვალავ, ვამბობ, სულ რო ჩემ საიტზე არ მოგინდეს ყიდვა. მაინც შეხვალ იქ, იმიტომ რომ ისეთ ინფორმაციას დაგახვედრებ და ისეთ ვიწრო სელექციას რა, ბრო, ანუ არსადეგ არ ინფორმაცია არ გხვდება რა, ჩათვალე რომ ანუ შედიხარ და აი მე ჩემ მუღამის კი არ არის რომ ყველა ღვინო მოყიდო, არა, მე მინდა რომ შენ ის ღვინო იპოვო რაც შენ გინდა რა, ანუ საიტის მთლიანი მუღამის იქნება რომ შეხვალ მიზეზია არის რა, ანუ ჩამოშლი ფილტრი არის, პირდაპირ ეგრევე ფილტრი გეჯახება, რომ აი ყოველდღიური ღვინო მინდა, ვახშმისთვის მინდა, რომანტიკული საღამოსთვის მინდა, საჩუქრად მინდა, სიმამრისთვის, აი არ ვიცი რა, ხო ხტა აი ნებისმიერი მიზეზი რის გამო შეიძლება რომ შენ იყიდო, მიზეზი, ბიუჯეტი და მე ყველა ღვინო უკვე მოფილტრული მაქვს შენთვის გამზადებული, რომ ანუ აი შენ თემაში თუ ჯდება, შემოგთავაზებ რა. შენ ამ მარათონს ტექნიკურად რო ჩავშალოთ ეხლა რა. რამდენი ღვინო თქვი რამდენი სახეობა? 300? 200-მდე. მოდი 200 ვთქვა ციტაზე. 150 თუნდაც. ხო, რა დრო დაგჭირდება ამის დეგუსტაციისთვის? პირობითად 150 ღვინო 2 დღე.
ორი დღე, რატო გითხე რა? ანუ მე მგონია რომ სიტყვაზე ერთი ღვინიდან მეორემდე დეგუსტაცია რა პერიოდია გასული? შეიძლება გემოზე არ გადად, მაგ დროს როგორ ხდება ტექნიკურად, ანუ აი დაახლოებით ჩემი გამოცდილებით, ჩემთვის პირადად იდეალური არის 20 ღვინის, აი სესიებად რო დავყო რა. 20 ღვინოს გავსინჯავ, შევისვენებ. აი ამ 20 ღვინოს, ანუ რისი კითხვა მიგეცი, ღვინიდან ღვინომდე, რო არ გაყვეს გემოვნური თვისებები ან რაღაცა, ეგ საიშროება არ არის? მანდ მნიშვნელობა არის თანმიმდევრობა, სწორად უნდა დააწყო ღვინოების თანმიმდევრობა. არ შეიძლება აი მაგალითისთვის არ შეიძლება, აი თქვა თეთრ ღვინოების ჭრილში ვისაუბრებ რა, არ შეიძლება რომ ჯერ მე კასრიანი, კასრში დავარგებული თეთრი ღვინო გავსინჯო და მე ჩვეულებრივი კლასიკური ღვინო, რომელიც კასრში არ არის დავარგებული. იმიტომ რომ კასრი ძალიან ისეთი დომინანტური და ისეთი არომატების და გემოების მქონე მიმცემი არის ღვინისთვის და მე იმ კლასიკურ ჩვეულებრივში რა, უკასროში ასე ვთქვათ, ანუ ხელს შემიშლის. მე ჯერ გავსინჯავ თეთრ კლასიკურ დაბალმჟავიანს, მე მჟავიანობით უფრო ზემოთ ამავალ ღვინოებს, ახალგაზრდა ღვინოებსაც, ანუ წლოვანებასაც მივაქცევ ყურადღებას. მათ სტრუქტურას, მჟავიანობას, იმიტომ რომ მე რო უყურებ ღვინოს ეტიკეტს რა, მე უკვე მოლოდინი მაქვს. შენთვის შეიძლება არაფერს არ ამბობს ის ეტიკეტი რა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ამბობს რა, მოსავალი რომელია, რა ჯიში არის, როგორი ტექნოლოგიით არის დაყენებული. ანუ ეს ინფორმაცია რომ მაქვს და ვიცი, შესაბამისად ვაყენებ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებს რა, ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ესე 20-მდე იქნება მაგ სისტემით დაწყობილი. მე ლანჩ ბრეიკი მექნება პირობითად და მე ახალი პორცია 20 ღვინო. ნუ ესე ვგეგმო ყოველ შემთხვევაში რა. ხო, ნუ ეგ გამიკვირდა. და ამ 20 ღვინოს შორის, ანუ ჩათვალე არანაირი პაუზა არ გაქვს რა, ანუ პირველი გავსინჯე, სმა ხო არ მოიაზრებ, გასინჯვა და არა დალე. მოივლე, გადააფურთხე. ეს სპიტინგი ძალიან ოკეი. აი რაღაც თქვი რა, მე მახსოვს მაპატიეთ ხალხო ეს ხმა რო გესმით ხოლმე სტუდიაში პარალელურად ხანდახან ემთხვევა რომ არის გაკვეთილი იქ კედლის იქით რა და ეხლა მთავრდება ეგ ხმები შემოდის ბავშვები გადიან ამ დისკომფორტისთვის აუდიო დისკომფორტისთვის დიდი ბოდიში მე მახსოვს ჩემი პირველი ფულის გაკეთება მოკლედ 2000 პირველ კურსზე ვარ 2006-იან 5 წელია გამოფენაზე იმართება ღვინის ფესტივალი თუ რაღაცა რა მახსოვს და ყველა ქართული ღვინო იმ მომენტში ალბათ რაც იყო 20 წელია გასული რა არის კონცენტრირებული და ჩვენ ერთ-ერთი ღვინის თუ სწორად თელიანი ველი იყო იმიტომ რომ ცხონებული ის იყო რა ხუციშვილი ხო მეღვინე რო იყო მომღერალი თან ხუციშვილი არ არის ხო გიორგი ხუციშვილი ხო საოცარი კაცი მახსოვს რომ არტისტები რაღაცა კოსტუმებში ვიყავით და წარმოვადგენთ ამ თელიანი ველის კუთხე იყო რა ძალიან საყვარელი კაცი იყო მე რა ღვინოები გვაჩუქა რაღაცები თან ძალიან ძვირიანი ღვინოები ამ ბავშვებს რა ანუ აი რომ დაგვინახათ 18-19 წლისები ანთებულები და ანუ რატო ყვები პირველად ნახე მაშინ ეს ღვინოების სტენდები ხო იყო ყველანაირ და ეს ხალხი რო აი ეს ჯამივით იდგა მახსოვს მე თქვი ხა გაილეშება რა ყველა რა რამდენიც მოუნდა დაალგენ რაღაცა ბიჭო ჯერ იყო ეს რაღაცა უსუნა თვალი ჩაყო ყური მოусმინა მე თქვი რას გებაზრება ეს რომ მე რა იყო ეს გამოვლება და ჩაფურთხება რა ბიჭო არავინ არ სვავდა ანუ ვაფშე უცხოელები მე თქვი ერთი დალიეთ რაღაც ხდება უფასოა თან ფიქრობ რა ჩვენ გვაქვს დალევისუფლება თქვენ დალიეთ და აი ეგ პრინციპი რაც მინახავს ეხლა ტექნოლოგიურად რო აგვიღწევ რას ნიშნავს ცხვირი რას ნიშნავს ეს ყური სიტყვა შეიძლება ყური მოვიგონე აი ეს გამოვლება ანუ რა მეთოდიკა არის რა ზოგადად სამნაწილად იყოფა ღვინის შეფასება რა პირველი არის ვიზუალი და როცა გამოცდილება და ცოდნა გაქვს ვიზუალიც ძალიან ბევრ რამეს გეუბნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ღვინოს ბრმად სინჯავ რა, ანუ ბრმად გასინჯვა ჩვენთვის აი ცოტა ეგოს მაგას ცვალები გაახვეული ხო არა, უბრალოდ აი შენ ახლა X ღვინოს შემომიტანე და დამიდგი და აზი არ ვარ რა არის რა. ბოთლის გარეშე ყველაფერი. ბოთლის გარეშე ანუ просто უყურებ ვიზუალურად, არომატს ვგრძნობ, გემოს და უნდა ვთქვა ჩემი ვარაუდი რას ვფიქრობ რა არის. ეს რავი თითქმის ყველას ძალიან გვიყვარს, მე ანუ ძალიან მევასება, მაშინაც კი როდესაც ვერ გამოვიცნობ, მაშინაც ძალიან გასართობია რა, ძალიან მაგარი პროცესია რა და კარგი ვარჯიშია. უყურებ ვიზუალს, ვიზუალი ძალიან ბევრ რამეს გეუბნება, ანუ შეიძლება ვიზუალმა გიკარნახოს უკვე, აი მაგალითისთვის ChatGPT საჩვენეს ვიზუალით ღვინო, просто ფერი და რაღაცა და ტიპმა გაარტყა. რა ღვინო შეიძლება და ყოფილიყო და ანუ აი დაიწყო რამოდენიმე ჯიშიდან ივარაუდა მიყვა და
ანუ აი ეს წვეთები რამდენად სწრაფად ჩამოდის, რამდენად სუყე წვეთები არის, როგორი ფერია, როგორი გარდამავალი ფერი აქვს, ეს დატრიალებისას როგორი სტრუქტურა და სიმსუყე ქონდა აი ამ იმას, რა ქვია, სითხეს და ასე ანუ აი ბევრი ინფორმაცია შეიძლება რომ მოგცეს. მე არის უკვე არომატი, მისი ინტენსიობა, როგორი არომატები გაქვს. აი, ჩაყოფის თემა არის არომატი, ოკეი. ეგ ამბავი და მე უკვე სინჯავ რა. და გასინჯვისას ყოველას ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რომ ანუ ეგრევე თუ გადაუძახე და გადაუძახე ან გადაყლაპე. გადაუყლაპე. ეგრევე და ანუ არ მოვივლე. შეგიძლია გადაყლაპო, არ არის პრობლემა რა. უბრალოდ თუ ბევრი გაგასინჯი, რამდენს ანუ დათვრე. მოკვდები. ეგ ამბავია, ხო. მაგრამ არიან იდეაში ადამიანები, ნუ ეხლა უფრო ნაკლებად, აი დედაჩემი მაგალითად დეგუსტატორი იყო რა. ადრე უფრო ეს დეგუსტატორი იყო სიტყვა რა. არ იყო მაშინ სომელიე და ღვინის კრიტიკოსი და რაღაც. დედაჩემი მაგალითად იმდენად ფოკუს ანუ შევსწრები ვარ მაგას რა, ანუ იმდენად ფოკუსირებული იყო საქმეზე, რომ ყლაპავდა, ანუ არ აფურთხებდა რა. მანდაც ესე ცოტა ტრადიციულ სამყაროში ორად იყოფოდნენ რა, ადრე უფრო აქცევდნენ მაგას ყურადღებას რა. ტიპები ვინც აფურთხებდნენ და ტიპები ვინც არ აფურთხებდნენ ღვინოს რა. და ის ტიპები რომლებიც არ აფურთხებდნენ, უფრო მაგარ ტიპებად ითვლებოდნენ. ხო, ბაზარი არა. ხო, და ჩემი არ აფურთხებდა რა, და ანუ აი რაღაცა აი პირობითად, რავი, 50 ღვინო შეიძლება გაესინჯა თან მეტი და ანუ წარმოიდგინე 55 ძალიან ბევრი არის რა. და ანუ ხშირ შემთხვევაში ხალხი ეგრე თვრებოდა რა, მაგრამ ანუ იმდენად ფოკუსირებული იყო, რომ აი მე დედაჩემი ნასვამი აი ეგეთ საქმიანობის თემაში არ მინახავს, არასდროს არ მახსოვს რა. რამოდენიმეჯერ შევსწრები ვარ ეგეთ დეგუსტაციას დედაჩემისას. და ხო, ანუ მაგიტო არის რომ ვაფურთხებთ, უბრალოდ რომ კონცენტრაცია არ დავკარგოთ, არ მოვეშვათ და ასე შემდეგ რა. არ გჭირდება რეალურად დალევა იმისთვის, რომ ღვინო შეაფასო რა. ეს გამოვლება გამოვლება, იმიტომ რომ ჩვენს პირში სხვადასხვა რეცეპტორები, სხვადასხვა ადგილები, სხვადასხვა რაღაცებს გძნობს. მაგალითისთვის, ენის წვერზე გძნობთ ჩვენ სიტკბოს, თუ ღვინოს აქ ნარჩენი შაქარი, თუ არის სიტკბო, გვერდებზე, აი ცოტა წკენით, ენის გვერდებზე გძნობთ მჟავიანობას, ასევე მჟავიანობა შეიძლება ვიგზნოთ რამდენად გამიწყლიანა ღვინო, ანუ აი ნერწყვით მომადგა, ხო, აი იმუნი დავიწვეთე და ეგრევე ნერწყვით მომადგა, იგივე ეფექტი აქვს მჟავიანობას რა. რამდენად ნერწყვი მომადგა, რამდენად არა და მე უკვე შენი გამოცდილება გკარნახობს რა. აი ეს როგორი შეგრძნება არის იმასთან შედარებით, რაც შენ გამოცდილი გაქვს რა. და ეგ გამოცდილება კარნახობს ეს ეხა რასაც მე ვუძნობ დაბალი მჟავიანობა, საშუალო თუ მაღალი. ტანინები, აი სიმშრალეს რო ვეძახით და სახლის ღვინო ეს ჭაჭაზე დაყენებული ღვინოები ხო? აი ეს ლუყებს რო გიშრობს და აი აქ რო შეიძლება დაგჭეს მერე. იგივე არის რაც აი კომში რასაც აკეთებს, ძლიერი ჩაი გააკეთე და ცოტა გამოგიშრო, აი ეგ ყველაფერი ტანინები არის რა, ანუ ხილის კანში, ხის მერქანში და ჩაი ამ შემთხვევაში მერქნად ითვლება, გვაქვს ეს ტანინები რა, რაც გვიშრობს. ტანინების შეგრძნება აუცილებელია მოვივლოთ კარგად. ალკოჰოლი აღიქმება სიმხურვალით, აი გადმოაფურთხე ან დავლიე და გამითბო რა, აი არახს რო გადაკრავ და რო გაგახურებს რა, იგივე ეფექტი ოღონდ უფრო დაბალი დოზით ღვინოსაც აქვს რა. რამდენად დაბალი მაღალი არის ეს შეგრძნება სიმხურვალის განგასაზღვრინებს, რამდენად მაღალი თუ დაბალი აქვს ღვინოს ალკოჰოლი, ან საშუალო. რამდენი რაგი გადარეული ვარ, რამდენი რამე არის ასე ხალხოს და რა სიხშირით გაქვს ხოლმე ეს დეგუსტაციები? ეხლა დღეს ვლაპარაკობდი კოლეგებთან ზუსტად რა, half time-ზე ვარ გასტრონომ ჯგუფის, მთლიანი ჯგუფის სომელიე რა და დღეს ვამბობდი ზუსტად რომ მეთქი ეს ბოლო პერიოდი მინიმუმ 6 სიბოთლი მაქვს გასასინჯი დღეში, აი მინიმუმი რა, ეხლა გუშინ მაგალითად 20 ღვინო გავსინჯე გუშინ მაგალითად, დღეს გავსინჯე 9 ალბათ და ესე ანუ აი ყოველდღიურობაში მინიმუმ 1-5 ღვინო მაქვს ხოლმე გასასინჯი რა. მაგარი რუტინაა. შემაგრად გაგისწორდა ხო ეგ რუტინა. გოჩას უნდა ეგეთი რუტინა. უყურე დალევას თავს როგორ ახარ? დალევა მიყვარს, ანუ აი სიტუაციური ამბავია რა. აი ყველაზე მეტად აი დალევა როცა მიყვარს არის ჭამასთან ერთად. აი ღვინო ჩემთვის იმდენად გასტრონომიული რაღაცა არის, რომ ესე პროსტა ვიჯდე და ღვინო ესე რაოდენობრივად დავლიო რა, ანუ არა. მაგრამ აი კაი ჭამა თუ მიდის და კარგი ღვინო მაქვს, აუ აი კონკრეტულ კერძთან ალბათ კონკრეტული. კი. აი იმდენად დიდი кайფი აქვს მაგას, რომ აი
ვერ აღგიწერ მართლა რა. აი ხო არის რომ კაი მწვადს ჭამ და ხო არის რომ აი ცალკე კაი წითელ ღვინოს სვამ, მაგრამ ეს ღვინო თუ ისეთია, რომელიც იმენა მწვადს უხდება და ამას აყოლებ, აი მართლა ინით აუწერელი სიამოვნება არის ცალკე რაღაცაა იქ რა. შენ საიტზე გიქნება? კონკრეტულ კერძებისთვის? აუ, მენა. ანუ მე ჯერ არ არის ხომ მზად? არა, ეს ეხლა ვერ შეხედავ რა. ანუ ეს პოდკასტი რომ მე ჯერ უნდა დავასრულო მთელი მუღამის საიტის ხო ის არის რომ შენ ან ნებისმიერმა ადამიანმა ღიად დაინახოს რომ გიორგი მამაზე თქვა ცუდიაო და ეს არ აღმოჩნდება რა საიტზე. ანუ ყველა ღვინო რაც იქ აღმოჩნდება, ეს ლევად შეპარებული და რაღაც არა. უნდა თქვა რატო ვაპირებ რომ ეს იქ იყოს და თუ რამეზე ვაპირებ რომ ანუ ეს არა, ისიც ყველას ეცოდინება რა. ანუ წარმოებელიც ვიდეოდან გაიგებს და მომხმარებელიც გაიგებს რომ ეს კი ეს არა და რატო. ეგ თემაა რა. შესაბამისად, ანუ ჭამის თემაც იქ უეჭველი იქნება რა. რომ აი ამასთან ეს რო გამზადდება ლინკი მომაწიე, მეც მინდა რომ გავსთორო ასე შემდეგ მაქსიმალურად რომ აი მეც მინდა რომ აი ეგრე შევიდე ხოლმე. პროსტო ბრმად კი არა მაღაზიაში. აი ეს მინდა ეგრე ვარ შეხოლმე. აი იმენა ეს მინდა, ხან ფას რო იმაშვები ხო ფიქრობ რა 30 ლარი დედასაწილე. მოდი 8 ლარად რა გაქვთ? 8 ლარად ეს არის, მაგრამ აი ეგრე რომ გამესინჯოს არ მახსენდება რა, რომ აი სიტყვაზე ხორცთან შემწვარ ხორცთან, აი ეს მიდის და აი ეგ მაინტერესებს რა შეგრძნება არის. აი მართლა ანუ აი იმენა მიხარია ეხა რასაც აი რო ვაკეთებ ეხა ამას რა და რო რასაც ვაკეთებ როგორ მიხარია იცი რომ აი ადამიანები ეხა იქ რო შემოვლენ რა და აღწერა ისეთი დეტალური ექნება რომ შენ აი რაღაც პუნქტები რო გაქვს აი აუ მაღალმჟავიანი ღვინოები არ მიყვარს და მე იქ აღწერა ისეთი მექნება რომ ცალკე 1-30 წამიანი ვიდეო იქნება რომ კიდე ერთხელ просто კი არ წაიკითხა აი 30 წამი მომისმინო ეს ღვინო 30 წამში მიხვდები შენია თუ არა მოხდები რა აი ისეთ ღვინო სადაც აი ვა ეს მომეწონა რაც თქვა იმას აიღებ და არა ის რაც ანუ შენთვის არ არის რა და მე თვითონაც კი იმდენი ღვინო მიყიდია და იმდენი ფული მაქვს გადაყრილი ღვინოში რომელიც просто გავსინჯე და გადავასხი აი არამც თუ დაჟე შეიძლება ჩუქებაც არ მომდობებია რომ ვიღაცას აი მოდი რავი აი არა ხვდები აი ცუდი არ არის მაგრამ არ დავლე ვიცი რომ გამიფუჭდება კაი ღვინოა ცუდი არ არის მაგრამ ვიცი რომ ეხა იმდენი მაქვს ესეთი კაი ღვინო რა რომ ანუ არ დავლევ რა და მივცემ ვიღაცას ვინც დააფასებს და ისიამოვნებს და უამრავი ღვინო გადამისხი ანუ მე თვითონ მიტყდება მაგას რომ ვამბობ რა მართლა მაგრამ ძალიან ბევრი ღვინოში გადამიყრია ფული ძალიან ბევრი საღამო გამფუჭებია დედასვიცა ვარ ჩემი უღლესთან ერთად დეითზე ვყოფილ ვარ ღვინო არ მომწონებია, მეორე ღვინო ამიღია, არც ის არ მომწონებია და ჩამეშალა საღამო რა, ამის დედაცვატირი წამო სახში ძუფასო, გამოვაღებ ჩემ ღვინის მაცივარს და იქ გავაძევებ რა. ხო, რა, იმიტომ რომ მოსაწყენი არის რომ სულ ერთი და იგივე რაღაც სვა. და ახალს რო ეძებ და აი აბა ის ვნახო რაღაცა და თუნდაც რეგიონით კარგად შერჩეული, თუნდაც ჯიში შეიძლება არ გაგიმართლოს იმედი რა. ანუ ის არ იყოს რასაც ელი რა. იმის მიუხედავად რომ ცოდნა გაქვს დაახლოებით მოლოდინის რა. ანუ აი მაგიტო არ მიყვარს რაღაც მომენტში არ მიყვარს ესეთი ადგილები, სადაც ძალიან ბევრი არჩევანი რო არის რა. ანუ ან აი რო ვერ გეხმარებიან რა სწორი არჩევანი. აი ხანდახან არის რომ ძალიან ბევრი არჩევანია, მაგრამ თან არ არის არჩევანი. აი ხო, აი ეგ შეგძნება მაქვს ხოლმე მე, რომ რაღაცებს უყურებ და ვა ვიაზრებ, ვა იმერული ღვინო, ვა ვერაფერს ვერ აირჩევდო. 30 ღვინო არის და ვერ ვირჩევ ღვინოს რა. ანუ ვიცი რომ ნუ აი ის რაღაც ის ზემოთ არ მიდის ხარისხი რა. და აი ეხლა მუღამი მაქვს რომ ეგენი ვიპოვო და იმდენად მაგრად უნდა გაუყიდო ესეთ ტიპებს. ღვინო რა, ანუ აი მართლა გულწრფელად ვამბობ რომ ანუ იმდენად მაგრად უნდა იყიდებოდეთ რა. რომ ანუ мотиваცია გქონდეთ რომ აი ეგეთი ღვინო დავაყენო და ვიცი რომ ტიპი არის სულ რომ მარტო ერთ ადგილზე აი მარტო ჩემთან რომ იყიდებოდეს დედას ვიცავარ დედას უტირებ ისე მაგრად გავყიდი მარტო იმიტომ რომ პროსტა გულახდილად ვაწვევი რა ანუ აი არ მექნება ისეთი ღვინო რომელზეც აი რა გითხრა რა თუ გიჭრიჭინებ არ მექნება რა ჭრიჭინა ღვინოები არ მექნება ეს სიტყვით რა აუ ძალიან საინტერესოა წეგან თქვი მაცივარიო და გული გამისდა ანუ ღვინო მაცივარში თუ არ ენახება რა ხდება მაგას უბრალოდ გეტყვი სახში მაქვს სტენდის ესეთი სტენდი რო არის და იქ არის 1-3-4 ღვინო ესეთი დაწვენილია დაწვენილი უკვე კაი არის დაწვენილი უკვე კაია პროსტა ოთახის აი თბილ ტემპერატურაზე ცუდი არის ეხა სადღაც 25 გრადუსი თუ გაქვს და სახში შენთან ცხელა პირობითად რა ეგ ცუდი არის სახში ბავშვის გამო ძირთად ცხელა ხო ეგ ცუდია რა გადავასხა არ გადაასხა, მაგრამ შენ არ დალიო, არ გადაასხა. არა, დიდი იმედებიც შეიძლება რომ არ ქონდეს. ღვინოს გაჩნია, აი ისე და ისე რა. ეხა არის ღვინო, ეხა ეს ღვინო რომ ეგეთ პირობებში 2 წელი დადო,
სავარაუდოდ შენ დიდ დროზე იძახი. რამდენიმე თვე ერთი კვირა არაფერი არ მოვა. აი ღვინოს გააჩნია რა, ძალიან ინდივიდუალურია. მაშინ მასწავლე როგორ შევინახო? უნივერსალური ამბავი. კარგია, უნდა იყოს გრილი ადგილი. ანუ მაცივარი, სპეციალური მაცივარი ყველაზე კარგი გამოსავალი. ყველაზე კარგი ვარიანტი. ეს ღვინის მაცივარი არის, რამე უთითებ ცალკე ტემპერატურას თეთრისთვის ცალკე. როგორც წესი, აი პატარა მაცივარიც რო იყოს ორი სექცია აქვს. აი პირობითად წითლებისთვის ცოტა უფრო მაღალი ტემპერატურა გაქვს. თვითონ შვება მაგ ყველაფერს. ნუ მიუთითებ. მიუთითებ რა, აქ მინდა რომ იყოს 14, აქ მინდა იყოს 12, არ მინდა 10 იყოს პირობითად და ანუ შენც გაყოფ რა, ვთქვათ, რომ აი დაბლა სადაც პირობითად 8-10 გრადუსზე მიყენია თეთრებს შევინახავ, ზემოთ სადაც 12-14 მაქვს შევინახავ წითლებს რა. ეს ეგეთი მაცივრის და. ანუ აი თუ საშუალება გაქვს ადამიანს, ნუ ძალიან მაგარი რაღაცა არის რა. და დიდხანს ინახავ ეგრე. ხო, ანუ ისეთ ღვინოებიც, რომელიც შედარებით უფრო ცუდად ინახება, ეგეთ პირობებში ყველაზე იდეალურად შეინახება რა. ნუ სწორედ ამის ერთი წელი შენახვა მინიმუმ შეიძლება ეგეთ პირობებში. ხო, ანუ მაცივარი დერსკი გამოსავალია რა. კარგია რა. ხო, ანუ ფუფუნების საგანია რა თქმა უნდა დღესდღეობით რა, ანუ მაგრამ ძვირი ღირს მე მგონი, ხო? იაფი არ არის, ერთი 1000 ლარამდე ღირს მინიმუმ მე მგონი. მინიმუმ. კი, ცოტა მეტიც ალბათ. ხო, პატარაი მინახავს და სულ მინდა და ხოლმე ოთახში მე რო ხდება. ეგეთი მსმელი არა ვარ მეთქი რა თმინდა, ანუ აი 4 ბოთლი მაქვს ალბათ წელიწადში სულ დადალეული და ვინც აქტიური სფერები ხართ და მოусმინეთ ამ კაც მაცივარი მოიგდეთ. არა მაცივარში შენახვას და თბილ გარემოში შენახვას ჩვეულებრივ მაცივარში ჯობს შენახვა. ჩვეულებრივ მაცივარი რატო გამოურიცხეთ? მოკლე დროით შეგიძლია რომ მანდაც შეინახო თავისუფლად. გახსნილი ბოთლები მით უმეტეს მან შეგიძლია რომ შეინახო. და რამდენი ხნით შეიძლება მაქსიმუმ შენახოს? თეთრი ღვინოები 2 მაქსიმუმ 3 დღე, წითელი რაღაცა ის სრულსხეულიანი ეს ტიტანინიანი ღვინოები მაქსიმუმ 1 კვირა რა, მაინც რა, იმიტომ რომ მე ყოფილად ზმარი დამილევია მე, ანუ აი რაღაცა გაუგებარი სუბსტანცია დამილევია. კარგად ახანგრძლივებს ესეთი მარტივი მოწყობილობა არის, ჰაერის ამოსატუმბი რა, პატარა ესეთი რეზინის თავები არის, ხო? რომ ამოტუმბავ ჰაერს და უფრო დიდხანს გაძლებს რა. ხო, ანუ საცობჩადებული არაფერს არ უშველის თუ არ ამოტუმბა. ხო რა, აი საცობჩადებული 2-3 დღე, აი მაქსიმუმ რა. ისიც იმასაც გააჩნია ახლა ბოთლში რამდენი გაქვს დარჩენილი რა. ახლა თუ ძალიან ცოტა არის იქ ხო მეტი ჟანგბადია შესული, ხო? რაც მეტია ჟანგბადი უარესი. მით უარესი არის რა. ახლა შეიძლება 1 დღე გაგიჩნდეს. ბევრი საინტერესო რაღაც მოისმენთ. კაი. კიდე დამებადა კითხვები, უაზრო ალბათ, მაგრამ უნდა კითხო. სანამ კითხავ, მოდი კიდე ერთ ინტეგრაციას გავაკეთებ სარეკლამოს. არ ვიცი რამდენად ნახეთ, მეგობრებო, ღვინოსთან არაფერ შუაში არ არის. უფრო მეცაც გეტყვით, არ გაბედოთ ნასვამები საჭესთან დაждეთ. ჩემი მეგობარი კომპანია BYD, რომელიც ელექტრომანქანების პელეები არიან, მე დიდი ხანია უკვე ელექტრომანქანებზე გადავედი, დიდი ხანია 3 თვეა. არც დიდი ხანია, მაგრამ მე თავიდან აღმოვაჩინე ეს სამყარო, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის კომპანია, სადაც 2022 წლიდან BYD-ის მთელი სრული რიგი არის წარმოდგენილი, ოფიციალური გარანტიებით, სრული სერვისით, ორიგინალი ნაწილებით და ყველაფრით და ბევრ ძალიან საინტერესო სიახლეს ვაპირებთ ახლო მომავალში, რომ შემოგთავაზოთ. მომავალი უკვე აქ არის, მეგობრებო. Now happening ესეთი დერსკის სლოგანი აქვს. ასე რომ არხზე ერთი ვიდეო დაიდო ლეოპარდის განხილვა და კიდე ძალიან საინტერესო რაღაცები იქნება. აღწერაში ლინკი არის, ვისაც გინდა ტესტ დრაივზე მოსვლა, მოდით საოცრებებს დაგახვედრებთ. აი, გული რო გაგიჩერდება, ისეთი რაღაცები ხდება, ასე რომ აღწერაში ლინკი არის. მე არ გამომტოვო მაგასთან, მე მანქანები ძალიან მიყვარს. ხო, აუ, თან აი გეუნები, მაშინ მოდი ჩვენთან იქ. აუ, პროსტა ისეთ რაღაც, აი გეუნები, მე ვიყავი ტიპი, რომელიც ამბობდა, რომ ელექტროობას რა უნდა მანქანაში თუ რაღაცა რა ეგრე და ბიჭო, გაფანად შეყვარებული ვარ. ეს არის გენიალური რაღაცა რა. აი, ჩემში არის ორი კონტრასტი რა. ერთი არის აი Uber თანამედროვე და ის კომფორტული მანქანები ძალიან მიყვარს და ძალიან მიყვარს კლასიკებიც რა. მაგრამ ეხა რეალურად ანუ მომავალში რო ფიქრობ რა იმ მანქანა შეცვალო, ანუ ეგ აზრი, ანუ ერთი რაღაცა გონების ნაწილი მეუნება რომ აი ხო არა დამიჯერე. ხო არა დამიჯერე. ელექტრო. გეუნები, ნუ აი ბევრი ელექტრო სხვადასხვა მოდელი იყო, მაგრამ ნუ რაღაცა კონკრეტულ მოდელებზე ჭკუა მაგ გადაკეტილი. ნუ აი Li7 იყო ესეთი მანქანა, 1-2 კვირავი მოძრავე. ეს არის არ ვიცი, რაში არ მჭდაროა, რა არ მიტარებია, ჰაი კლასის მაგ ხალხო, ნუ აი სულ სხვა სამყაროზე გადადიხარ, ანუ ეს ჩინელები ეს აი რანაირად მოახერხეს აი ამ ყველაფრის კომბინირება, ხარისხის, სისწრაფის, გამძლეობის, ანუ აი ყველაფერი ჰაი ლეველზე არის. მოკლედ მოდით ეს დრაივზე RGB-ია ვიკატავოთ, მაგრამ ისწორად დამიჯერე, აი მაგრათი кайფებს. თან ანუ მართლა რეალურად ანუ
იმედია ახლო მომავალში ფიქრობ მანქანის შესვლას და ერთ-ერთი ვარიანტი არის ძალიან კაი. მithumetes მოდი უზარმაზარი არჩევანი არის. აი უზარმაზარი და კიდევ ერთხელ დავждოთ ვიკატაოთ ყველაფერს აგიხსნა. პროსტა შემოთხოვინე რომ აი მოსულა მაგაზე ორი აზრი არა შეთანხმებულია. კითხვა იდიოტური რიგიდან. აი უყურე. პარფუმერიის მაღაზიაში შედიხარ, სიტყვაზე ვიძახი. ბანძი ალეგორია და პარალელია, მაგრამ თავ შესაბამებით. აი რაღაცებს ხედავ და გინდა რომ გასინჯო, ხო? არის. არ გინდა გადაიხადო, თან პარფუმერია ხო ძირითადად უფრო ძვირი არის, ერთი ბოთლი, ხო? არ მინდა გადავიხადო 400 ლარი რაღაცაში, გაძლევენ ტესტერს, ხო? სხვა რაღაც. შეიძლება ნაგლი ხარ, პროსტა ყოველ დღე შეიძლება დაისხი გამოდი. არ არის პრობლემა. აი ღვინის მაღაზიაში რო შედიხარ, მე არ ვიცი უბრალოდ. არის ეგეთი სადმე პონტი რო ცოტა გამასინჯეთ რა. არის? კი, აი მაგალითად 8000 მოსავალი ერთ-ერთი ძალიან კარგი მაღაზია, ძალიან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევანი, რაც მომენტებში აი პრობლემა არის, ეგ დიდი არჩევანი, მაგრამ რითიც გეხმარებიან არის, რომ აც უკვე თავიდან იყო ხოლმე რომ 2, 3, 4 ღვინო იყო, სადეგუსტაციო პატარა სივრცე აქვს რა, რომ შედიხარ ხოლმე, როგორც წესი იქვე გხდება რა. გახსნილა დღესდღეობით უკვე რავი 1-20 ბოთლი მაინც გხდება ხოლმე რა. შეიძლება ის არ იყოს, რასაც კონკრეტულად შენეძებ რა გახსნილი, მაგრამ ძალიან დიდი არჩევანია, რაც შეიძლება რომ აი კატეგორიის თვალსაზრისით შეიძლება რომ მოგეწონოს და გაგასინჯონ პირობითად რა. ან ყოველ შემთხვევაში სულ ცოტა იმას მაინც გაიგებ, რომ აი ეს არა და აბა სხვა რამე მირჩიე და მოდი იმას რაც უეჭველად არ მოგეწონა, იმასაც ხო გამორიცხავ, ეგეც საქმე არის რა. და შეიძლება რაღაცა ძალიან მოგეწონოს პირიქით იმ 20 ღვინიდან რა. ანუ დღესდღეობით რო შევდივარ ხოლმე ძალიან ბევრი ღვინო მხდება გახსნილი რა. ეგ ხარჯთან არის, ანუ ეგ ყველა ღვინოზე, იმიტომ არა რომ უბრალოდ ძალიან ძვირი სიამოვნება იქნება. უბრალოდ აი 1000 ღვინო აქვს, აი რეალურად შეიძლება 1000 ღვინო კონდეს, 1000 ერთეული სხვადასხვა ღვინო კონდეს 8000 რა, ნუ მინიმუმ 500 ხო მაინც არის. 500 ღვინოს ფიზიკურად ვერ გახსნი და ვერავინ ვერ გასინჯავს იმ 500 ღვინოს რა. ანუ ეგეთი ტრაფიკის ხო არ არის, რომ მოხდება ეგ მომენტი არის თორე. ის მომენტი არის, მივედი კონკრეტულ ღვინოსთან და მინდა ეს გავსინჯო. არა, ეგრე არის. ეს დაცვა გაათრიეთ აქედან, ხო, ეგრეც არის. არა, მაგრამ ხო ფიზიკურად ვერ გაგასინჯებენ რა. ეს ჩვენთან არ არის თუ ქვეყნის გარეთაც როგორი მეთოდიკა? არა, ანუ ესე რომ მოდი გამასინჯე და მე გადავწყვეტო ვიყიდო, არა რა, ანუ შენ არის ადგილები, სადაც აი ძალიან high class ადგილები საქართველოში ნაკლებად, სადაც 80-100 სახეობა შეიძლება რომ ჭიქით შემოგთავაზონ, პირობითად ვამბობ რა. მაგრამ უნდა გადაიხადო რა, ის თემა არ არის რომ გამასინჯე და მე ვიყიდი რა პირობითად რა, ეგ მომენტი არ არის. ისე პარფუმერიის მაღაზიაში შეუფასო გინდა წეგობრებს შევძენით ესე მაგიტო დავინახე რა, ანუ აი ბაზარზე არის რა მაგის სივრცე რა, ბოდიში. არის სივრცე იმისი რომ ხო, აი ძალიან ცოტა ღვინო მქონდეს პირიქით. მაგრამ ნუ ვისაც ჩემი ჯერა და წამს ჩემი გემოვნების და რაღაცა იმათ ეცოდინებათ რომ აი ძალიან კარგები არის რა. 8000 თავისი თემა ექნება, რომ ანუ მე ბევრი მაქვს, დიდი არჩევანი მაქვს, ყველაზე დიდი და იმაში არ შევეჯიბრები, რაშიც ის აბსოლუტური ჩემპიონი არის, შევეჯიბრები პირიქით იმაში, რაც ბჭყალებში მის სისუსტეა რა. ხო არა, ობიექტურად დიდი და კარგი მაღაზია. არა, ძალიან მაგარია და 8000 კინწულ შეიტანა მან ხო არ გაგისინჯავს კახა კინწურაშვილი რომ სახეობი. ვიცი რომ აქ ღვინოები, მაგრამ არ გამისინჯავს. მე მაჩუკა პოდკასტზე რო იყო მოსული, ფანტასტიკური. ეხა იმიტომ არა რაღაც მეგობრობა და რაღაცა ნახვიზე, არა, ობიექტურად. მაგრამ მინდა გასინჯო, ხო. ძალიან გემრიელი იყო. არ მახსოვს, 2 ბოთლი იყო სხვადასხვა. მეგობრობთ? ხო, ნუ ეხლა ერთი თეატრის კოლეგები უთხარ და გავსინჯავს. კი, პრობლემა რა, მომიტანა მაქვს ძალიან ლამაზი იმით და ვეტყვი რომ გაგასინჯოს რა. სხვათა შორის ეხლა გამახსენდა რაღაც რამოდენიმე კვირის წინ დამაფოლოვა და მერე გავიგე, აი რომ დამაფოლოვა, მერე გავიგე ვიღაცა მითხრა რომ ღვინოები აქო თავის. ცირა მე ბევრისგან ვინც ერკვევა ღვინოში და კახას მეგობარი კი არა, პროსტა გასინჯა. ანუ ეხა იმიტომ მართლა გეუბნებთ ამას, თუ გინდა ვაფშე არ იყიდოთ კახას ღვინო. პროჭული განაცხადი იყო, მაგრამ რომ ობიექტურად ყველა მითხრა ვინც გასინჯა რომ უგემრიელესი და ძალიან high class-ის ღვინო არისო რა და თუ დაეკონტაქტები და რაღაცა, იმიტომ რომ მე ღვინი არის, გასაგები რომ დიდი წარმოება და რაღაცა არა, მაგრამ კი, გაუსწორდება უეჭველი რა. მგონია რომ აი ეგ მაგ შემთხვევაში რაღაცნაირად ანუ როცა რაღაც ფორმით celebrity ხარ, ცნობად ისახე ხარ. მოლოდინი ჩემ ღვინოებზე ძალიან დიდი არის რა. უიასნად კი. იმდენი ხანია ეს ბრენდი მაქვს და იმდენი ხანია ღვინო ვერა ვარჩიე და აი ბოლოს რაღაცაზე ანუ აი ბრმა დეგუსტაციით სხვათა შორის შევარჩიე საბოლოოდ ღვინო რა რაც ანუ კომერციული ღვინოა არ ვამბობ რომ აუ იმენა ჩემპიონი და 95 მეტები და რაღაცები არავითარ შემთხვევაში
მაგის ილუზია არ მინდა ვინმე შეუქმნა, უბრალოდ ძალიან ღირსეული, აი კარგი საშუალო ღვინოები არის, ანუ ეს არის ჩემთვის რეალურად გულახდილად ვამბობ და ვიღაცისთვის ეს red flag-ია, ვიღაცისთვის green flag-ია რა. ჩემთვის რა მე ესთეტი ტიპი ვარ, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, ვიზუალსაც რა. მინდა რომ კარგი დავლიო და თან კაი ვიზუალი კონდეს, იმიტომ რომ მაგარ ღვინოს რო ვსვავ და ზედ არ მინდა რომ შევხედო ეტიკეტზე, მიტყდება რა, ეგეც მიტეხავს, ხო ხდები რა, მინდა რომ კაი ვიზუალი კონდეს რა. და ეს ღვინო შეუქმნელი ადამიანებისთვის, ვისაც ეგ ესთეტიური მოთხოვნილებაც აქვს, გარდა იმისა, რომ გემრიელი ადეკვატური ღვინო მიირთვას რა. რამდენი სახეობა მარტო საფერავი გაქვს თუ რა? ორი სახეობა სულ, საფერავი ნახევრად ტკბილი არის და მწვანე მშრალი. აპირებ გაფართოებას კიდე? ჯერჯერობით ამით ვიწყებ და მე რაღაცა limited edition-ები მექნება, რაღაცა ძალიან ისეთი ღვინოები რომ შემხვდება რა, ძალიან რო აღმავთოვანებს და საშუალება მექნება რომ ჩემი ბრენდის ქვეშ მოვაქციო. მე ახაც განმახსოვს რომ ეს რაღაცა ბოთლები და ისინი ძალიან ძვირი ამბავი არის რა. კარგი ბოთლი კაიფასია, კარგი ეს ყველაფერი საწოლე. ხო, რა ის ძალიან ძვირი შოობა თან რა. და გამოცდილება და ეს რაღაც ნიუანსები მანდაც ჩანს ხოლმე რა, რომ ვიღაცას ძალიან კაი ღვინო აქვს, მაგრამ ძალიან ცუდი საცობი აქვს, ძალიან ცუდი ეტიკეტი აქვს და არ მოკიდებს არავინ ხელს რა, დაჟე რომ მირჩიო რაღაც მომენტში სხვადასხვა სიტუაციებში შეიძლება გადავეყარო, გამომიგზავნო, გავსინჯონ, მომეწონოს და რაღაც, მაგრამ არის ხოლმე რა, ღვინოები რომ ხვდები რომ მე კი გავსინჯე, მე კი გამასინჯე, ჩემამდე მოვიდა ეს ღვინო, მომეწონა და კაია და აგერ რეკომენდაცია, მაგრამ ვიღაცას ჩემთვის სომელიესაც რო ერჩია სადღაც თუნდაც 8000-ში კონსულტანტს ხო, შეიძლება და არ ამეღო, იმიტომ რომ რა უნდა დააყენოს, ძალიან ცუდი ნათქვამია ხვდები რა, მაგრამ ჭირდება ღვინოს ეგ რა, ესთეტიურობა, ვიზუალი, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ჩვენ მქონდა გეგმაში მე და ტორიკას, სერიალის ტორიკას რა, რომ ტორიკას აქვს თავისი მარანი, თავისი პატარა წარმოება, ისი თავისთვის რა, ოჯახურად, მაგრამ მეგობრებს რო ურიგებს რა, ესე ჩამოასხოს ბოთლში ხუფავს ზაალამაზე და გვიშვებს ხოლმე და ძალიან გემრიელი ღვინოა რა. თუ ქონდა იდეა რომ გავეკეთებინა პოდკასტის ღვინო რა, რომელიც იქნებოდა აქ პოდკასტის სახელობის და მაშინ მახსოვს რომ დავდიოდით ბოთლზე რაღაცაზე და მერე აირია მონასტერი, ყველაფერი მოხდა და ეგ იდეა ცოტა ხანი რაღაცა ჩაფარცხულად ამარო. ფიქრობდით რომ პოდკასტში მქონოდა ამ პოდკასტის სახელობის ღვინო, რომელსაც სტუმართან ერთად, ხა აქ რო ყოფილიყო, ან მეტყოდა რომ აგი რა არის, გაათრი აქედან, ან ძალიან მოეწონებოდა, მაგრამ ეხა გამახსდა რა, მაგრამ აცი თუ გადაწყვიტე, წინასწარ გამოვაგზავნე და წინასწარ არ გავარდი. კი, მეტყვი რომ ან დახურე დაწვით ეს ცეხიო ან პირიქით მიაწევ. მაგრამ სხვათა შორის უნდა ვაღიარო რომ მე ხო ესე ნომინალურად შეიძლება ითქვას რომ ამ სფეროში ამდენი ხანია ვარ და გაყიდვებშიც მიმუშავია და მარკეტინგშიც, ხალხს ვინც ფიქრობს ხოლმე რომ მოდი კაცო ღვინის წარმოებას დავიწყებ გავყიდი, ძალიან რთული არის, ძალიან გაჯერებულია ბაზარი რა. მეც რო ეხა მინდა რომ ჩემი ღვინო შევიტანო რა, ძალიან კარგად მესმის რომ კონკურენცია დიდია, ხო? ძალიან დიდი კონკურენცია, ძალიან დიდი. და არავის აღარ უნდა რა, რაღაცა რაღაცა როგორ თქვა რა, ურთიერთობებით შედის რა ღვინო და ძალიან რთული არის, ძალიან გაჯერებულია ბაზარი და ვერავის ვერ ეტყვი რომ გინდა თუ არა აიღე და ესმა, ყოველ დღე ესმის ყველა ობიექტს რომ ჩემნაირი ღვინო თქვენ არ გექნებათ და ეს და ეგ ფრაზა ყოველდღიური ღვინოები ძალიან ბევრია ბაზარზე. მოდი თუ თული საჭიროც რომ გააჟღერო თუ არა და ვაფშე არა პრობლემა. შენთვის ყველაზე ღირსეული და კარგი ქართული ბრენდი და კონკრეტული ღვინო რა არის? რაც კი გაგისინჯავს ქართული წარმოების რა. ოკეი. და რო იტყვი რომ შეიძლება პროცენტულად სიტყვაზე არ იყოს 95 იყოს რომ გავერკვია 90, მაგრამ თქვი რომ ეს არის ქართული ბრენდი რომელიც მაგრად ასწორებს რა. კონკრეტულ ღვინოებს ვიტყვი და ფაფრის ველის 2017-ის მოსავლის საფერავი ქვევრი. ფაფრის ველი? ფაფრის ველი. ფასი ხო არ გახსოვს დაახლოებით? თავის დროზე 50 ლარი. და იძახი რომ რელევანტური ფასია, ეგეთი ძალიან მაგარი ფასი იყო თავის დროზე. მე გაძვირდა, იმიტომ რომ ამოილია ლიმიტირებული გახდა უფრო და ბევრად გაძვირდა და 300 ლარსაც და ფასი და ასე შემდეგ, მაგრამ ეხა დღეს ბაზარზეც არ არის და ერთი ბოთლი მაქვს. და ეგ იყო ღვინო, რომელიც კონკრეტულად მაგალითად მწვადთან საერთოდ სხვა დონეზე ავიდა ის გამოცდილება, მაგრამ
წვადის გარეშეც ობიექტურად იყო ერთ-ერთი საუკეთესო საფერავი და აფრისელი საფერავი 80 რომელი წლის 2017 წლის მოსავალი. ეს ერთი სიტყვა კიდე. ეს ერთი. მეორე მაყაშვილის ღვინის მარნის 2016-ის ხიხვი. ესეც აღარ არის გაყიდვაში, ერთი ბოთლი ეგეც მაქვს. საუკეთესო ქვევრის ღვინო, რაც კი ცხოვრებაში დამილერია. მაყაშვილის ვიზუალს ვიხსენებ ახლა რომ ვერ გაიხსენებ, ანუ ბაზარზე შუშაზე რო გერბები აქვს, ეგ რომელია, სანთლი დაბეჭდილი რო არის ძალიან გერბები რო აქვს, გერბით არის წინანდ შუშა რო არის გამოწეული. და ესა გეტყვი ახავე შატომერი. აი შატომერეს ხიხვი მქონდა, როგორც მაგას რაღაცა პროექტზე ჩავედი და მე პატრონე იყო ვინც მაჩუკა რაღაცა რამდენი. გია პირადაშვილი. მე მგონი ხო რა იქ შევხვდით. ხიხვი იყო, დიდი ბოთლები იყო, თორე ცოტა დიდი. ვაიმე ეს რა იყო? ეს მახსოვს რომ ეს იყო რაღაცა შედევრი და საფერავიც მომცა. ხო. რომელიც გავხსენი ჩემი შვილი რო დაიბადა, ოღონდ ძალიან ბევრი წელი ვინახავდი, თან არასწორად ესე იდგა. და მახსოვს რომ ხიხვზე შოკი მქონდა ის რო გავხსენი, ბიჭო რაღაც ეტყობა, თან სულ სიცხეში იდგა. ერთი 10 წელი იდგა. მე 2013 წლის მოსავალი იყო ერთიც და მეორეც. 2013-ს დღესდღეობით და ახლო პერიოდში ისედაც უკვე საკაიფო ცხოვანებაში არის. და მაგას ვამბობ 3 წლის წინ გავხსენი, მე ვთქვი რომ ამდენი წლის ღვინო არ, აი ძალიან ხიხვი იყო ფენომენალური და მახსოვს იმიტომ რომ ბოთლი იყო ძალიან განსხვავებული, ეს სანთელი მახსოვს, გერბი გამოწეული შუშაზე. ხო, ეგ დერს კი ღვინოა. ხო. მოკლედ ეს მაყაშვილი ეგ და მესამე თქვა თქონდა. ხო. ეხლა ეგ მეინსტრიმ ღვინოებია შედაც ამბობ იდეაში? არა, ეს მაყაშვილი არის ერთი შედარებით მოზრდილი მეღვინეობის ქვებრენდი, სადაც ქვევრის ღვინოებს აწარმოებენ და ესე ამ ქვებრენდში სულ ერთი ალბათ წარმადობა 50000 ბოთლი არის. ეგ საშუალო წარმადობა თუ როგორ? პატარა ითვლება. დიდი რამდენია ალბათ? დიდი არის მილიონს ზემოთ რა. ეს კომპანია ვინც ფლობს მაყაშვილის ღვინის მარას, მათ მუშაობდი ადრე რა. და 1.5 მილიონამდე აწარმოებს. და უკვე დიდების კატეგორიაში გადის. ეს ქართულ ბაზრისთვის არა ალბათ ამდენი ბოთლი, ხო? ქვეყნის გარეთაც გადის. კი, თავისთავად. უმეტესობა გარეთ გადის. მაგ 1.5 მილიონიდან უმეტესობა გარეთ. კონტროლ ხელა მოთხოვნა საქართველოს. არა, ხო. ექსპორტზე გაგვაქვს ჩვენ უხეშად 100 მილიონი ბოთლი დაახლოებით რა. ფიჭოს. ყოველ წელს, ხო. ფიჭოს. ხო, უკეთესი ციფრებით შეიძლება და გვინდა კიდევაც აუცილებლად რა. აუ, ან მე მაგასაც არ ველოდებ. ხო, არა, ბევრი არის ესე ნომინალურად, მაგრამ სფეროს თემაში რო იცი, ბევრად მეტი გვინდა და შეგვიძლია რომ გავუშვათ. ხო და ამ მოკლედ ეს ასე ვთქვათ პატარა ქვებრენდია უხეშად რო ვთქვათ და ფაფრიშველი საკმაოდ იმენა ოჯახური მეღვინეობა, მამაშვილი, მეუღლე, აი ძალიან ისეთი ოჯახური ძალიან კარგი სტაბილური მწარმოებელი არის რა, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამ მეღვინეობის ღვინოები სულ სოლიდური არის, სულ ცოტა ძალიან ისეთ ღირსეულ ღვინოებს აწარმოებენ. ზოგიერთ წელიწადში განსაკუთრებულ ღვინოებს რა. კიდე რა მახსენდება? ერთი მახსენდება, აი ძალიან მაგარი იყო რა. ჩემი მეუღლის დაბადების დღეს დავლიეთ ერთ-ერთი ბოლო ბოთლი რაც მე მქონდა ასე ვთქვათ მფლობელობაში ბაიას ესე ქვია მწარმოებელს ესეც ოჯახური მეღვინეობა არის მცირე ზომის ბაიას 2019-ის ციცქა ცოლიკოური კრახუნა ეს 3 ჯიში იყო სეპაჟი იყო ასე ვთქვათ ამ 3 ჯიშის ძალიან ანუ აი ხანდახან არის ხოლმე სასაცილო ჭრს რა ცოტა რა ქართულ ღვინოს რო არ ანუ იმდენად მაგარი რო არის რო ქართულ ღვინოს არ გავს რა ზოგიერთი ღვინო ეგეში თავეჭლებას გიტოვებს რა ცოტა უფრო მოკლასიკურო მოთეთრო ანუ ცოტა თან დაყონება ქონდა ანუ ეს სრულად ჭაჭას დაყენებული ღვინო არ არის ეს რა და უფრო კლასიკურისკენ უფრო ნაზი იყო და თან დროთა განმავლობაში სტანინებიც რასაც კანიდან ვიღებთ რა უფრო რბილდება და ანუ აი ძალიან არომატული დახვეწილი და ისეთი გონია რომ ქალზე ლაპარაკობს ისეთი ემოციებით ღვინოც ეგეთი უფრო ფემინური მაგრამ ისეთი ძალიან ენერგიული ღვინო იყო რა აი შთამბეჭდავი ღვინო იყო ოკეი, ქართული სამი ვთქვით, არა ქართული სამი რაც კი გაგისინჯავს და ეგრე ჩაქრჩა მეხსიერებაში. ტრიმბახი ესეთი მწარმოებელი არის, ტრიმბახის სადაური? ალზასი, საფრანგეთი. რისლინგი 2002 წლის მოსავალი. მე გავსინჯე ეგ 2022-ში და მაშინ იყო 20 წლის ღვინო. აი, ძვირი სიამოვნებაც ხო ალბათ? არც ისე ალბათ
$60. ნორმალური. ხო, და ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. ну, მაგარი ღვინო იყო რა ერთ სიტყვით და ეს რაღაცა იწლოვანების ამბავში ძალიან ისე ჩამრჩა. მეორე ღვინო, კიდე ერთი რისლინგი, ამჯერად ავსტრიიდან. მეღვინეობის სახელი ამომიფრინდა, მაგრამ რო ახსოვს. ანუ ეს მეღვინეობები ძალიან როგორმე არა უშავს. კიდე ერთი რისლინგი, ავსტრიული 2017-ის მოსავალი, ძალიან respected, ძალიან სერიოზული მწარმოებლის Prager ესე გამოირთმის იმათი აქცენტით ასე თქვა Prager. ამას იმიტომ გაჟღერებინებ ვინმეს ონლაინ ყიდოთ ალბათ შესაძლებლობა იქნება ვინმეს თუ გინდათ რა ალბათ შეიძლება. Prager-ი ხო ავსტრიული და ბოლო. ეხა რაღაცა წითელი უნდა თქვა უეჭველი. ბევრი კაი რაღაც მახსენდება რა. რეალურად ბევრი ძალიან კარგი რაღაც გამისინჯავს. მაგრამ აი ცოტა უფრო ემოციურ ჭრილში რაც დამახსოვრდა ალბათ იყო ერთ-ერთი ეგეთი სერიოზული კლასის ღვინოების გასინჯვა რა დავიწყე Beringer გამოითქმის Beringeri კალიფორნიული კაბერნე სოვინიონი 2001 წლის მოსავალი ესეც ისეთ დროს გავსინჯერო ესე 20 წლის იყო უკვე და შთამბეჭდავი ღვინო იყო ძალიან ოახ არ არის რაღაცაი ესე კულაში შეიძლება ესე ძალიან უბერ კლასი არ იყო, მაგრამ ნუ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვინც ღვინლომანები, ეს ღვინის მოყოლებს ღვინისტები ბრძანდებით, სპეციალურად ვათქმევი ეს სახელები, ონლაინ მოიძიეთ. ალბათ ექნებათ ახლა იქნება საშუალება რომ ეს ღვინოები შეიძინოთ. აჰა, პროფმა თქვა ეს არის кайო, ეს არის кайო, ეს არის кайო. მე მაქედან ალბათ რომ დამალევინო ერთ-ერთ ვერ განვასხვავებ, ვიტყვი წითელი, თეთრი, მურაგემრიელია, როგორ მშურს ბიჭო, მეც მინდა რომ ეგრევე ვერკვევოდი. აი ერთადერთი რაც მაქედან მგონია რომ ობიექტურად, ანუ აი მარტივი მიზეზების გამო უფრო განსაკუთრებულად მოგეწონებოდა და ვა ხო რაღაცა განსხვავებული არის, რისლინგი არის რა, იმდენად ინტენსიური და ექსპრესიული ჯიშია ეს რისლინგი რა, ჩემი აზრით სოფლიოში საუკეთესო თეთრი ყურძნის არის რა. და ძალიან ექსპრესიული არის, კაი მაღალი მჟავიანობით და ისეთი არა ყვირის რა, ოღონდ აი კარგად ყვირის რა, აი როგორ თქვა რა, ოპერის მომღერალივით. ხო იცი ხმა მაღალია, მაგრამ დახვეწილი და აი ისეთი ანუ ჟღერადი რა, ხო არა პროსტა რაღაცა hard rock პანკი და რაღაცა ეგეთი გიჟობა კი არა, მე და ძალიან აი ეგეთი მყვირალა არის რა. მაგრად მომინდა გათვიცნობები. მოდი ესე შევთანხმდით რა. სოლარ აუტოზე ხო გითხარი? მე შეგეხვიანები და ტესტ დრაივი მოვაწყოთ ახლო მომავალში. მოდი რა კარგებზე ვიკატავოთ. შენ პირდი რომ რამე საინტერესო ეგეთი შეკრება რო იქნება, სადაც მინიმუმ პროსტა შევხედავ ამ პროცესს როგორ ადეგუსტირებთ ღვინოებს და შევძლებ გადაღებას. კი ბატონო. ერთი დამიძახე და სიამოვნებით მეც მოვკატავდები რა. ისე რომ ღია იყოს ჩემნაირი ინდივიდებისთვის და არა რაღაცა. კიდევ უფრო საინტერესოს გეტყვი. აბა მითხარი. ამ მარათონს რო დავიწყებ. ხო. პირველ საღამოს დღის ბოლოს მოდი. როდის არის ზუსტად მითხარი? ნოემბრის შუა რიცხვებში დავიწყებ რა შემოყალიბებულა, წინას შაბათ კვირა იქნება უეჭველი. ოკეი. წინასწარ გეტყვი და პირველი დღის ბოლოს ჩემი სტუმარი იყავი და გაგასინჯებ იმ დღის ჰაილაითებს. რა მაგარია. всё, ხელი ჩამორთმებულია. გადაღების საშუალება რამდენად მექნება? ანუ ჩემი დახურული სტუდია იქნება ჩათავე. მობძანდი სახში ვაკეთებ მაგას და ეს საინტერესო კოლაბები მევასება რა, ინტერესების გაცვლით. всё, მოსულა. გასწორა, გიო, ძალიან დიდი მადლობა. სანამ დესერტზე გადავალთ, გეტყვი რომ მიყვარს ესეთი პოდკასტები, როდესაც კარდინალურად უცხო სფერო არის ჩემთვის. ზედაპირული ცოდნაც კი რო არ მაქვს. და ეს ის შემთხვევა იყო, რომ ანუ იმდენი საინტერესო რამე მოვისმინე. ისე დაალაგებულად, ისე მარტივად ახსნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ზედმეტი ტერმინოლოგიის გარეშე რომ არ მოვიცელო, აბსოლუტურად გული რო არ აგიცნობდეს. ხო, აი, აბსოლუტურად გასაგებად, დაალაგებულად ემსახურები შენს პროფესიას და ძალიან დიდ საქმეს, რასაც ქვია ღვინის პოპულარიზაცია და რესპექტი. მთელი გულით რესპექტი ჩემგან ძალიან ვისიამოვნე რა. დესერტი ამ გადაცემის და პოდკასტის არის რჩევები ხოლმე. ძირითადად პოპკულტურიდან არის, მაგრამ სანამ დესერტზე გადავალ, მინდა კიდევ ერთი ესეთი ჩემი დიდი ხნის მეგობარი კომპანია შამანი
არ შემიძლია რო არ თქვა, მალე ძალიან საკაიფო ვიდეო დაიდროპება Instagram-ზე და რაღაცეებზე ჩვენი კოლაბის მაგას ნახავთ. თუ იცი შემთხვევით რა არის ეს? მე მგონი სადღაც ეგეც მე მგონი შენი პოდკასტიდან ვიცი რაღაცა. ნიკოლოსთან მქონდა პოდკასტი ამის შემქმნელთან და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესო 3 საათიანი პოდკასტი იყო. ეს არის სოკოების ბაზაზე გაკეთებული სუპერფუდი, დანამატი, აბსოლუტურად ნატურალური, არავინ იყვიროჭამო რა, ეგეთი მოგავიარე, ოღონდ არის სპეცჯიშები, რომელიც კონკრეტულად ემსახურება, რავი, მენტალური ჯანმრთელობის, ფიზიკური ჯანმრთელობის რიგი პრობლემების მოგვარებას. მე უკვე მეგობრობ, რავი, დაახლოებით მე-3 წელი იწყება და რაღაც კურსებს ვიტარებ ხოლმე რა, ეს 3 თვე, მე 3 თვე ისვერებ, მე 3 თვე. ეს არის ფანტასტიკური პროდუქტი, მეგობრებო, ვინც არიცით, ვიცი რომ ჩემი არხის მაყურებლები გათუცნობიერებული ხართ ამ თემაში, მაგრამ თუ შემთხვევით არ ხართ და სოკოების სამყარო გაინტერესებთ, აი ნიკოლოსთან პოდკასტი ნახეთ. აი ხა ამონათ და პოსტერი და ვინც არა, გეტყვით რომ თუ კი რაიმე გაწუხებთ, ფიზიოლოგიური, მენტალური და გინდათ ეს მოაგვაროთ ნატურალური პროდუქტით, ყოველგვარი რაღაცა ქიმიების და რაღაცეების გარეშე, სოკო რომელთანაც საუკუნეებია და 1000 წლეულებია და მილიონი წელია, მეგონი ჩვენი ორგანიზმი მეგობრობს და ერთ-ერთი მისი შემადგენელი ნაწილი არის. აი ეს პატარა ჯადოსნური ბოთლუკები, ნუ ეს კონკრეტულად ეხა სითხეები არის, აქ რასაც ხედავთ რა, სითხის სახით არის ფხვნილიც და არის აბებიც. აკეთებს სასწაულებს. მე პირადად მოვიხმარ, ეს არ არის რეკლამისთვის, იმიტომ რომ ეს ჯანმრთელობას ეხება, მამა ჩემი, დედა ჩემი, რავი, ჩემი ყველა მეგობარი უკვე წლებია ამ პროდუქტის აქტიური მომხმარებლები ვართ, იმიტომ რომ სასწაულებს ახდენს. ნამდვილ სასწაულებს ყველანაირი ლაბორატორიული კვლევა რო სუფთაა პროდუქტი, ყველაფერი აღწერაში გადაბძანდით, მიწერეთ თუ კი რაიმე გაწუხებთ. მავნეჩვევების გადაგდება გინდა, ძილის მოგვარება გინდათ, რავი, კონცენტრაციის პრობლემა არის, მეხსიერების მილიონი რაღაც ყველაფრისთვის არსებობს პატარა ჯადოსნური ესეთი მაშრუმი, პატარა სოკუნა, რომელიც აბსოლუტურად ჯანსაღად ხაზი მინდა ამას გაუსვა, გეხმარება, რომ ახალ საფეხურზე გადახვიდე და რაღაცა კიბერ შეტევას აკეთებს შენს ნერვულ სისტემაზე, ახალ ნეირონებს ქმნის, საოცრებებს აკეთებს. აღწერაში ლინკი, მიწერეთ პირდაპირ როგორც აი მეგობარს აი ესე ელაპარაკეთ, რა გაწუხებთ, რისთვის გინდა, შეიძლება გითხრა რომ არც არის საჭირო შენთვის, მზაობა არ არის ჯერ, რამე სხვა მოსინჯე, მედიტაციაცადე, რამე სხვა, მაგრამ თუ კი თანხwebdriverში თქვენი პრობლემა და ეს პროდუქტი მოვა, დამიჯერეთ, ფიდბექსაც იქვე ნახავთ, ათასობით რა გაგიჟებულ ადამიანს და ბედნიერს და დაალაგებულს, მე მათ შორის ერთ-ერთი ვარ იმ არმიიდან, თქვენს ჯანმრთელობას გისურვებ და თანხwebdriverს ამ ფანტასტიკურ პროდუქტთან. დესერტი არის სამირჩევა. შენ სამირჩევა. მე ძირითადად რო არ გავიბრანჭო არის ხოლმე პოპკულტურა, ანუ სერიალები, ფილმები, წიგნები, მუსიკალური ნამუშევრები, შენ შემთხვევაში ღვინოებით შეიძლება. მოკლედ, რიგრიგობით, შენ ამბობ სახელს, მე ვაკეთებ ესე და აქ აფიშა ნათდება. მე მომზადებული მაქვს, მე მგონი სერიალები და ფილმები, პოსტერები მაქვს ხოლმე. დაიწყებ თუ დავიწყო? მოდი დავიწყო. პირველი იდეა უკვე მომივიდა რა. დავაი, გამოვშვი. ეხლა დავიწყე ყურება Stranger Things-ის. როგორ ნანახი არ მქონდა და ისე გამისწორდა რომ აკაია რომ ნანახი არ მეოთხე სეზონის აგრას მორჩები და მე-5-ს მოგეწერა და მივხვდი რომ მაგარ დროს დავიწყე რა ყურება. ისე გამისწორდა რომ ანუ მივხვდი რომ აუ მეთქი რა კაია რომ აქამდე ნანახი არ მქონდა თქო რა. ეს არის საოცარი სერიალი მეგობრებო, ვისაც ფენტეზი გიყვართ, dark fantasy გიყვართ, ბავშვების სტორიები გიყვართ. ხო, ეხლა თან მე-5 სეზონი გამოდის. ძველი სერიალია ძალიან რა, ანუ ბავშვები გაიზარდნენ, თვალსაჩინო შოუ უკვე ძალიან დიდები არიან. და კაცები არიან. ხო, აბა ხელები არიან. ოკეი, შენი პირველი იყო Stranger Things. ოკეი. ჩემი პირველი, რამდენი მაქვს ეხლა, ორი მაიცა. ბოლოსაიდან ბიჭო, იმდენი მაქვს, რომ მე ძველებს ვამბობ ხოლმე. ახლები გამომჩევა ხანდახან პირიქით. მოდი დავიწყოთ ეს არ მინდა შემდეგი პოდკასტისთვის შევინახოთ ეს რომელია სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით ეს არის ეკრანიზაცია მოხდა ძალიან ჟუტკი ფილმია ქვია აი ეს The Long Walk ხო არ ნახე შემთხვევით არა რაღაცა ანტიუტოპიური სამყაროა სადაც წელიწადში ერთხელ იმართება ეს long walk ესე ქვია რა ანუ ტიპები ნებაყოფლობით ეწერებიან ძირთად მამაკაცები და უბრალოდ მიდიან აი ესე გზაზე დგანან და მიდიან ვინც ბოლომდე ანუ ბოლო ვინც დარჩება იმას რაღაცა პრიზი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც კი გაჩერდება, ერთი გაფრთხილება, ერთი წამი, ორი წამი გაფრთხილება და კლავენ.
ანუ ეხლა ამით არ დავწვი პონტი რა, თავარი რა არის შიგთავსი. ხო. ეს არის ფილმი, რომელმაც ერთი სამჯერ შემიკრა, სულ თქვა რა, ანუ თითქოს უმარტივესი ფაბულა არის, გზაზე მიდიან ტიპები, ვინც გაჩერდება კლავენ, ცოტა Squid Game-ის ვაიბი აქვს, მაგრამ არა, უკან მიყვება ჯარის ნაწილი და გენერალი. ნუ აი სტივენ კინგია ხო რა, ისე გამისწორდა, ისეთი სტრანი ფილმი, ერთად ახალია წელს გამოვიდა, ერთი საღამო რო აი კაკრად გაიჟუტყოთ ეგეთი არის. ასე რომ ჩემი იყო The Long Walk პირველი. მეორე. ოკეი, კარგად დავფიქრდით. აფიქრდი? აი ციგნები რო ახსენე რა, ციგნებზე აი ერთი ძალიან აი ნუ დარწმუნებული ვარო ეხა ადამიანებისთვის ვისაც კითხვა უყვართ, აი ძალიან შაბლონური იქნება, მაგრამ ახსნი რატო იყო ჩემთვის და დღემდე მაინც გონებაში მრჩება აი რაღაცა გარდატეხა მოახდინა რა ამ ციგნმა რა, მექანიკური პორტოხალი. აი რატო იცი, ხო, აი გრანდიოზული ციგნი ეგ არ არის რა, მაგრამ ისეთ პერიოდში წავიკითხე რა, აი სრულწლოვანი გავხდებოდი აი რაღაც ეგეთ პერიოდში, რომ თითქოს იმ მომენტში ანუ თვალი ამიხილა და იმ ციგნით მივხვდი, რომ თურმე სამყარო რამდენად სასტიკი შეიძლება რომ იყოს და მგონია რომ ყველა ახალგაზრდა, ანუ აი ყველა ადამიანმა სანამ რაღაცა მსგავს რეალურ ცხოვრებაში ყოველს ჯვარი წერია, მაგრამ რამე ოდნავ მიახლოებულსაც სანამ შეეჩეხება, უბრალოდ უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, რომ სამყაროში ესეთი რაღაცები ხდება, სამყაროს საშიშიც შეიძლება იყოს და რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ადამიანს, ანუ აი რამდენად საშიში არსება შეიძლება იყოს ადამიანი და ჩემთვის აი რაღაცა თინეიჯერობის ასაკში ისეთ პერიოდში წავიკითხე, რომ ანუ ესე რაღაცა ცუდი არაფერი ისეთი გრანდიოზული არ მომხდარა და ანუ თუ რეიბი შეიძლება ადამიანს ეხლა ვარ ხვდები 31 ნოემბერში. 31, არა, ესე შენ უფრო შენ პატარა ხარ. მე წავიკითხე ეგრე თინეიჯერობის ასაკში, ყვითელი იყო მახსოვს, ყდა, პატარა ციგნი ყვითელი და ზუსტად ეგ ქონდა, რომ სრული შოქი. ფილმი არ მქონდა თანანახი რა. არც მე. მე ვნახე ფილმი, ნუ ორივეს თავის ადგილი აქვს. ძალიან კარგი ციგნია, ორი აზრი არა. ეგეთი გა ყვითელი შენ წაკითხე. აბსოლუტურად. იმიტომ კითხე ერთ ასაკში, ერთ პერიოდში თუ მოგვიც ეგ იყო ძალიან ხოთში რა, მაშინ ეგ ყდა და კი, არ შემიძლია არ დავეთანხმო, მექანიკური პორტო ფილმიც ნახეთ, გაგისწორდება, დამიჯერეთ. ორივე ძალიან კლასნია. აბატონო. მე ციგნებით დღეს ვერ ვნახე ძალიან გაკვირვებული კარგად დავრჩი. გილიერმო დელ ტოროს ნახე ფრანკენშტეინი თვალეშტე შემოგხედო არა? არა, რო ნახე კი, მაგრამ არ გაგისწორდა. ვერ დავეთანხმები. გამოვიდა ფრანკენშტეინი, ბოლო დრაკულებმა ისე მომცელეს, ამ რაღაცა ეკრანიზაციებმა ისე გული მატკინეს, რომ აი ცოტა მაგვაიბი ჩავრთე და ძალიან უცნაური ფილმია რა. ანუ ძალიან გამისწორდა, რაზეც არის აქცენტი გაკეთებული. ხო ფრანკენშტეინის ისტორია იცით ხო, გამომგონებელი, რაღაც სხეულის ნაწილებისგან შექმნის მონსტრს, მაგრამ რა ფრანკენშტეინებიც მინახავს იქიდან ზოგი ძალიან კარგია, ზოგი ისეთ. ეს ცოტა განსხვავებული ვაიბით იყო. ფინალი ცოტა სტრანი იყო. მაგრამ თვითონ ტიპი როგორიცაა, მაგ ბიჭის სახეობის სახელი დამოვიწყე, ძალიან კარგი არტისტია. ძალიან გამისწორდა სტორიტელინგი, აი როგორც აქვს რეჟისორს გადაწყვეტა. რაღაცეები ხაიები არის, მაგრამ კარგი არტისტების, კარგი ნამუშევარია. მხატვრობა, ყველაფერი ეფექტები, ანუ გალივუდია რა. ვისაც გევასებათ ეს ჟანრი და ფრანკენშტეინი გევასებათ, მე გირჩევთ, იმიტომ რომ მე მართლა ის საღამოს რომ მორჩი, მე ვთქვი როგორ გაასწორა თქვა ისე დავიძინე. ჩემი მეორე იყოს ფრანკენშტეინი, აბატო. და მესამე დილემა არის. ღვინისკენ წავიდე თუ თავი არ ორ ამხელა დილემა ყოფნა არ ყოფნა. ხო არა, ანუ ეხა ღვინოთან ერთი როგორც გაგეხარდა. თავი გუგლში მოიძებნებოდი ეტიკეტი თუ ღვინო იქნება რომ ამოვანათო. არა, ღვინო ძალიან რთული არის. ცოტა უფრო სიმარტივის ეხა პოსტერებს უყურებ და არ ვიცი ვინმეს თუ ანიმეები უყვარს. სად მოხდა არის ის ხო? როგორ ანიმეში იქთან ზიხარ, იცი? იმის იქით რომ აღარ არსებობს არაფერი საერთოდ. ხო და თან ეხა კაი დრო არის, აი რო ვინმეს აი ეგ რატო ამოფიხა იცი ამ ანიმეს, რასაც ვიტყვი, რომ აი მე როგორც ეხა Stranger Things-ი როგორ არ გაქნა ნახი ამდენი ხანია გამოსული, აი როგორ მაინტერესებს და ვიღაცას რო ეგ არა აქ რა ნახია ეგეთ ვარიანტში.
ანიმეშნიკებს ურჩევდი Demon Slayers. არა, ნუ გაიარჩევანია. იმას არ გავუსწორდა, მაგრამ მე ცოტა სხვა მაინც პატარაა, ხვდები? შენ უფრო პატარა ხარ, მაგრამ მე ცოტა სხვა ვსწავლობ. არა, ეხლა კლასიკას შეიძლება ეხლა რაღაც ისეთი მე თქვა, მაგრამ აი რაღაცნაირად ეხა იმდენად მევასება და ბოლოდინში ვარ რა, რომ მგონია რომ ვიღაცა ანიმეშნიკს, რომელსაც პირველად ესმის შემთხვევით Demon Slayer-ი აი ამ პოდკასტზე მაგრად გაუსწორებთ. აი იმ ერთ ადამიანს აი რო გაუსწორებთ, აი მაგის ფისი. შემიძლია არ და გოჩა ვერ დაეთახვა, გოჩა ვერ იტანს Demon Slayer-ს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს One Piece-ის კაცი. One Piece-ი? კოდგიას. არა, ნუ ორივე კლასნია მაგაზე ხმასა, მაგრამ მე Demon Slayer-ი ძალიან მევასება. ბოლო ფილმი იყო, არ იყო, ისეთი კლასნი იყო, რომ ფინალს ისე ველოდები. და ვაფშე ძალიან კაია. მესმის რასაც ამბობენ, რომ დოროროს ცუდი ვერსია, ასე შემდეგ. მაგაში გეთახმები დორორო იგივე რო აიღო ეგ პონტია, და 100 ჯერ უკეთესი ძველია რა. მაგრამ Demon Slayer-ი ულამაზესი თავის დრამებით, ექშენით, ხო, ახალი თაობის ანიმე არის, რომელიც თვლი რომ მართლა თუ ანიმეშნიკი ხარ, შეიძლება გოჩასავით არ მოგეწონოს, მაგრამ must სანახავი ანიმე არის. თან დიდი არ არის ხალხო, ანუ ბევრი სერიები არ არის. ორ კვირაში შეიძლება მოყომარდეთ. გეთანხმები, Demon Slayer-ი. ანიმე? აი, მე სხვა რაღაც ვქონდა. დავაი ანიმე მაგის დედავატი. რადგან შემოვაგდე? მაშინ ცუდით დავიწყოთ. იმედგაცრუებებით დავიწყებ, ხო? ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმე დაიწყო მესამე სეზონი და ხო, ანუ ვისაკადრეს, ამათ ცოტა ხო არა უღიტინებთ ხალხო. One Punch Man-ზეა ლაპარაკი. ეს არის საკულტო ანიმე, რომელიც რავი, ზარმაზარი ფან ბაზი და გიჟდები ისე მიყვარს. 5 წლიანი პაუზის მერე დაიწყეს მესამე სეზონი. რა გითხრათ, ამ გონია რომ მე დავწერე, ანუ აი ესეთი არის, რომ აი ხო რა. არ მიგეხოს. აი პირველი ხო შედევრია, მეორეც საკაიფოა, მაგრამ მესამესგან თან მანგა ძალიან კაია რა, მანგის მიხედვით ძალიან ზოზინებს, ძალიან ცუდი ნახატია, ბიჭო, მე დავხატე თან თითქოს, აი გეუნები უნიჭომ. მოკლედ, ნუ მაინც One Punch Man-ის ფანი თუ ხართ და არ იცოდით, დაიწყო. ველოდ ცოტა გავწუროთ, სანამ გაროუ და ამბები დაიწყება, ცოტა გავწუროთ. მაგრამ ნუ პესიმისტურ ნოტზე One Punch Man-ი თუ არ გინახავთ, ფენომენალური ანიმე. ნუ მინიმუმ პირველი სეზონი ეს არის რაღაცა უნიკალური ანიმე. აბატონო, 10 სერიაა სულ. ეგა. მადლობა. ურმესი მადლობა. ძალიან გაასწორა კიდე ერთხელ გეუბნები. სიამოვნებით გავამეორებდი პოდკასტს. რაღაცა პერიოდის მერე სიამოვნებით კიდე ერთხელ ჩაუждდეთ ახალი ღვინოები და ახალი იდეები განვიხილოთ. შემდეგზე შეგვიძლია რომ მოვიტანო ღვინოები მოსულა. სხვადასხვა სტილები გავსინჯოთ და ხალხსაც გავუზიაროთ რა როგორ გავსინჯოთ და როგორი და ძალიან კაი აზრია. ძალიან კაი აზრია. მოსულა, всё. შენც ხო მოყვა. ასეთ ერთ ჩაყურთვა ხო გინდა? კარგი ღვინო. კარგი. მადლობა ძალიან დიდი და პირიქით ოქროს მადლობა. მადლობა, ანუ ღვინის ხალხს ზოგადად რა. ძალიან გვიყვარს ღვინოზე საუბარი. შეგვატყობდი. კი ბატონო. ხო, და ამის საშუალება, როცა გაგდა რაღაცას კარგი გარემოარი და კარგი კითხვები ისმება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგ თემაში რა. ყოველთვის გვიხარია ღვინოზე საუბარი რა. აი ღვინო რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიაო ერთხელ მკითხეს და გაზიარების გარეშე მეთქი რა, როგორც სითხე რო ვინმეს არ გაუზიარო და იმასთან ერთად არ ვილაპარაკო, აი ორივე ერთად არის რა, ანუ სითხე უნდა თან გაგიზიარო და თან უნდა გელაპარაკო რა. მე რო არავინ არ მყავდეს გასაზიარებელი, ღვინო იქნებოდა მაგარი მოსაწყენი. ანუ მომბეზრდებოდა რაღაცა, აი ამოუწურავი არის, მაგრამ ანუ ღვინოზე ლაპარაკი და ღვინის გაზიარება არის აუცილებელი რა ერთად რა. როგორ არ შემიძლია არ დავეთანხმო. არ ბედნიერება საერთოდ ბედნიერების ერთ-ერთი ფორმაა, მოდი ასე ვთქვათ, უხდება გაზიარება. სხვა შემთხვევაში ფასი არ აქვს. შეთანხმდით, გამეორებთ თავის დეგუსტაციებით, წარმატებებით თუ რაღაცაში გვერდში დგომა დაგჭირდება, იცი სად მომძებნო. TikTok-ზე ვეკონტაქტები, ეგ სტრანი Instagram-ი არა გაქვს არა მე. ხო რა, ვერ მოვძებ. TikTok-ზე პირველად ვემესიჯი ადამიანს, ზოგადად, ანუ TikTok-ზე პირველად შებედი და ვემესიჯი ადამიანს, თუ ვერსად ვერ ვნახე სხვაგან. წარმატებები თუ რაღაცა დაგჭირდეს, აგერა ვარ. თქვენ რა გითხრათ? მადლობა, რომ ძალიან საინტერესოდ გაატარეთ, დარწმუნებული ვარ ჩვენთან ერთად ეს დრო. ეს პოდკასტი ალბათ დაიდო ხვალანზე გუახლოეს 3 დღეში. შესაბამისად, making of-ის სერიალის ბლუპერები დღეს დაიდო, ალბათ ნახეთ იცინეთ და სერიალის არხზე დარჩენილია making of-ის დადება, making of-იც დაიდება
მადლობა ყველაფრისთვის, რაც იმ არხზე ხდება. მართლა უღმესი მადლობა. შეგახსენებთ, გენერალური სპონსორი ამ არხის კონტენტის წარდგენი აჭარაბეთია. ცოტა ხნით დაგემშვიდობებით. გაკოცეთ სულ ყველას კისერში. არა. სერიოზული პოდკასტი.